დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის სტიქიები. ერთი შეხედვით თითქოს ამ სტიქიებზე ყველაფერი ვიცით, ან პირიქით, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს. აა, უამრავი რამე შეიძლება ვილაპარაკოთ სტიქიების შესახებ, საიდან მოდის, როგორ მოდის, უძველესი ისტორია აქვს. გაურკვეველ, პირველ ყოფილ გამოქვაბულებში შევხვდებით ჰაერის, წყლის, ხო, მიწის სიმბოლოები, ხატია ეს, ხო, კაცობრიობამ არსებობა რო დაიწყო, იქიდან აკვირდება რაღაც სტიქიებს, ლოცულობს ამ სტიქიებს და ასე შემდეგ. რა ფორმატი აქვს? დიდი ისტორია აქვს, ალბათ სხვა მასალის მოძიება შეგიძლია თავადაც. და მე გავუყვები როგორც ვაკეთებ ხოლმე ზოგადად ხათუნას წიგნით სახელმძღვანელოთი რომელთაც ხელმძღვანელობ კიდე დამატებით მასალასაც შემოგთავაზებთ ასევე რა თქმა უნდა ყოველთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმატის ინფორმაცია თავადაც მოიციოთ აქვე ვიტყვი რომ საკმაოდ ცოტა არის სტიქიებზე აი ესეთი რო ვთქვათ ესეთი სტატია, ამომწურავი სტატია. ინფორმაცია თითქოს ბევრია და გაფანტულია უბრალოდ რა რაღაცა თითქოს ყველამ რო ვიცით, ამიტომ ესე ნაკლებად არის ესე ორგანიზებულად მოწოდებული, ესე ვთქვათ. თუმცა მე აქვე ვიტყვი, დამატებითი მასალის სახით ჩავაგდებ ლინკს, რომელიც არის ლილი ლილის ასტროზონას შეიძლება შეხვედროდით, ეს არის ხათნას მოსწავლე, ასევე ლექტორი, რომელიც კითხულობდა ასტროლოგიას და ასწავლიდა მის ვიდეოს, საკმაოდ ესე კომპაქტურად აქვს ყველაფერი თავმოყრილი უშუალოდ სტიქიებთან. ის რომ გვაქვს 4 სტიქია, ეს ყველამ ვიცით. 4 სტიქია ასე ვთქვათ, ესე შეგვიძლია ქიმიასთან დავაკავშიროთ მატერიალური სამყარო, რომელიც იყოფა 4 ნივთიერებად, ეს არის მყარი ნივთიერება, თხევადი, აირი და პლაზმური მდგომარეობა. ხო, ნივთიერებას მატერიალურ, რასაც ვეხებით, შეიძლება ქონდეს ესეთი ფორმები. შესაბამისად, მყარი ნივთიერების სიმბოლოა მიწა, თხევადი ნივთიერება წყალი, აირის ჰაერი და პლაზმურის ცეცხლი. ანუ იონიზირებული გაზი, ასე ვთქვათ, ხო, რომ უკიდია უკვე ეს. მე ჩემ რაღაცა მინიშნებებსაც, ჩემს მიგნებებსაც გაგიზიარეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ დავიწყოთ აკადემიურად. ესე იგი, პირობითად ჩვენ უკვე ვახსენეთ ერთხელ მე მახსოვს, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ შვილოსნობისთვის რომელი ნიშნებია კარგი, ხო და იქ თქვით, რომ უნდა იყოს ნოტიო, რომელიღაც საუბარში მე მგონი ესეთი რაღაცა გქონდა უკვე. ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ პირველ როგორ იყოფა აი ამ ესე ვთქვათ შეგრძნების დონეზე, ხო? ცეცხლი არის თბილი და მშრალი, ჰაერი არის თბილი და ნესტიანი, მიწა არის ცივი და მშრალი და წყალი არის ცივი და ნესტიანი. ახლა ამას რო ვამბობ თბილი და ცივი, აქაც ინიანს გულისხმობ და მშრალი და ნესტიანსაც ინიანს გულისხმობ. ინიანის პრინციპი ქალური და კაცური, ესე ვთქვათ, სტიქიები რაში ვლინდება? მე მგონი მისახვედრი იქნება და ახლა მივალთ აქამდე. ცხადია, რომ ცეცხლოვანი ნიშნები ვერ იქნება ქალური ენერგიით, ხო? ესე რომ პირობითად რო ვთქვათ, რომ ცეცხლის, ჰაერის, ცეცხლის მიწის, ჰაერის და წყლის ნიშნები აი ესე ლაგდება ზოდიაქოში, რომ იწყება ვერძით, ცეცხლოვანი, მერე მოდის მიწა, მერე მოდის ჰაერი, მერე მოდის წყალი, მერე ისევ ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი აი ესე ლაგდება, ხო? სიმბოლო აქ ხათუს არ წერია, მაგრამ აი ლილის ლექციაში ნახავთ, სიმბოლო არის სტიქიების ნიშნებად არის მოცემული სამკუთხედები, ტოლფერ და სამკუთხედი. სამი ნიშნისგან შედგება. მე ხა გაგიზიარებთ ერთ-ერთ ფოტოს, თან ლექციას მე ვინც მოусმენს, ისიც ნახავს. და ამას ჩავაგდებ კიდევაც, რა თქმა უნდა, დამატებითი მასალის იმაში. ერთი წუთით როგორ share და share this one.
ა, ალბათ ხედავთ, ხო? კი, აი გამოჩნდა. ეს არის ცეცხლის ნიშნის სამკუთხედი. ტოლფერდაა და აი ნუ ეს რო გავასწოროთ. ტოლფერდა სამკუთხედი წვეროთის ზევოთ არის აა ცეცხლის ნიშანი. তো გვერდა სამკუთხედი. ტოლგვერდა, დიახ. აა შემდეგი არის ხა ესეც უნდა არ ვიცი თუ არა, არ მე მგონი არ ზიარდება, თავიდან უნდა გავაზიარო. ნეტა ამას როდის ვისწავლით ხო ვამბობ და თუ გაზიარდა ეს წყალია. ისევ ცეცხლი ჩანს ჩვენთან. ერთი წუთით. Share now. ცეცხლი იყო, ეხლა მიწა. არა. აი ხო გამოჩნდა მიწა. ისეთ სამკუთხედია, ანუ ხო ხვდებით როგორც იკვრება რა, ესე უბრალოდ. ესეთი სამკუთხედებით შუაზე გადაჭრილი არის ჰაერი და თითქოს გადაჭრილი. მოკლედ სამკუთხედების ერთობით, ერთ-ერთი თეორიით ეს მინდა გაგიზიაროთ, რომ დავითის ვარსკვლავი, ებრაული სიმბოლო, ხო, ეს ექვსკუთხა ორი ცალის სამკუთხედი რო დავდოთ, ანუ ზევითაშველი, ქვევითაშველი გამოდის, თან გადაჭრილიც გამოდის და თვითონ ასე არის, რომ დავითის ჯვარი აერთიანებს წესით 12 ვარსკვლავი, 12 ქიმიანი ვარსკვლავი უნდა იყოს სყოლასტიკის ერთად და ზოდიაქოს შემკვრელი. მაგრამ რადგან ეს გადაჭრილიც არის, ამიტომ თითქოს ეს არის. ამ პრინციპით თუ ვიხამძღვანელებთ, რომ დავითის ვარსკვლავი 6 ქიმიანი ვარსკვლავი აერთიანებს 4-ვე სტიქიას და მოცემული გვაქვს 4-ვე სტიქია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ქართული ვარსკვლავი, ანუ 7 ქიმიანი ვარსკვლავი, გადავდივართ ფანტასტიკის ჟანრში, გავიხსენოთ ფილმი მეხუთე ელემენტი, რომელიც ამ 4 სტიქიას უმატებს რაღაცა ზებუნებრივს კიდე ღვთიურს და ესეც საწყის. არ ვიცი, ესე ვთქვათ, სახალისო ინფორმაცია არის უფრო ვიდრე ასტროლოგიაში გამოსადეგი ჩვენთვის. რა ესე იგი ვთქვით, რომ ნესტიანი და ესეთი ამას ნახავთ, ზოდიაქოს ნიშნებს რომ მივყვებათ, ესეც ვთქვით და რა მინდა ვთქვა ახლა, ნახეთ, ზოდიაქოში გამოვიდა 4 ტოლფერდა სამკუთხედი. და ამათ უწოდებენ ცეცხლის ტრიგონი, მიწის ტრიგონი, ჰაერის ტრიგონი და წყლის ტრიგონი. ვიცით რომ ტრიგონები კარგი რამეა, მაგრამ ნახოთ რა აქვს თუ არა თუ ეს ცეცხლის ნიშნები გავიმეოროთ არის ვერძილომი მშვილდოსანი, მიწის ნიშნები კურო ქალწული თხის რქა, ჰაერის ნიშნები ტყუპები სასწორი მერწყული და წყლის ნიშნები კირჩხიბი მორიელი თევზები. შემდეგ ლექციაზე როცა ჯვრებზე და კარდინალურ ნიშნებზე ვისაუბრებთ, კიდე მოუბრუნდებით ამას და კიდე უფრო საინტერესო იქნება ეს თემა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანი და უმთავრესია, რომ დავიმახსოვროთ რომელი ზოდიაქო, რომელი სტიქიას მიეკუთვნება, ხო? ეს ცხადია, ამაზე საუბარიც არ არის. ზოგადად რო ვთქვათ, პლანეტებზე ვისაუბრეთ, რომ აი პლანეტები როგორი მნიშვნელოვანია, პირადი პლანეტები, ეგ ნათობები, ყველა ნებისმიერი პლანეტა როგორ მნიშვნელოვანია რუკაში. მარტო იმ ინფორმაციით, თუ შევხედავთ რუკას, რამდენად დატვირთულია ესა თუ ის სტიქია, იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, აი ძალიან ბევრი ინფორმაციას გვაწვდის მარტო ის, თუ რამდენად დაბალანსებული ან დისბალანსში აქვს ნიშნები, ან რომ ნიშნები კი არა სტიქიები, რომელი სტიქია უფრო გამოკვეთილი ადამიანის რუკაში, მომენტალურად გვაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას. აქვე გეტყვით, რომ აი დავუშვათ მე ვითქვამს, რომ მიხსენებია ჩემი ერთი მეგობრის რუკა, რომელიც არის ძალიან მორიელი, რომ ვამბობ ხოლმე. ეს იმიტომ რომ 5 თუ 6 პლანეტა აქვს მორიელის ნიშანში, ანუ ავტომატურად გამოდის, რომ მორიელის ნიშანში აქვს ძალიან ბევრი პლანეტა, ხო?
ავტომატურად შესო წყლის სტიქი არის დატვირთული, ხო ესეა? და პლუს ამას ნახეთ, ახლა რას ვიტყვი? თუ ადამიანს დავუშვათ, ესე ვთქვათ, აი კირჩხიბითხის ხაზზე ვილაპარაკოთ, მე და ქალბატონ თამილაზე. თუ 5 პლანეტა ან 6 პლანეტა მაქვს, რა ქვია, კირჩხიბში და დანარჩენი 6 თხის ხაში, ნუ ეგეთი რამე არ ხდება, მაგრამ დავუშვათ ესე არის რა. ოპოზიციურ ნიშნებში გვაქვს. აი ახლა აქ რა იქნება გადამწყვეტი, რომელი სტიქი არის უფრო ძლიერი ადამიანში? თითქოს თანაბრად არის. აღარ ვამბობ ფიქტიურ წერტილს. ძლიერი პლანეტები სადაც არის? ის სტიქია იქნება ალბათ უფრო გამოკვეთილი. პირადი პლანეტები სადაც უფრო მეტია, ის იქნება გამოკვეთილი. მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი სადაც არის, ის უფრო მეტად, იმიტომ რომ პირადი ნიშნავს მე როგორ ვურთიერთობ სოციუმთან, ხო? მე როგორი ვარ? ეს უფრო განაპირობებს, იმიტომ რომ სოციალური და ზედაპლანეტები საერთოდ რამდენიმე წელი ერთი და იგივე ნიშანში ის როგორ განმიპირობებს, ხო? ჩემს პიროვნულ იმაზე ესეთი გავლენა არ ექნება. აქ გადამწყვეტი იქნება თუ რომელი პლანეტები არის სად. დავუშვათ 3 კიდე თეორიულად ვამბობ, დავუშვათ 3 ურანი, პლუტონი და რა ვიცი, ქირონი თუ არის ერთ ნიშანში და წყლის ნიშანში დავუშვათ, ხოლო მიწის ნიშანში არის მთვარე, მერკური და ვენერა, როგორც წესი ახლოს არის, ხო, ეს მზესთან უბრალოდ მზე, ვენერა და მერკური თუ ერთად არის, ხო, როგორც წესი ხო ერთად არის ხოლმე მისდევს, ხო ეს? მაშინ ლაპარაკი ძედმეტია. თავისთავად ეს უფრო ძლიერი მკვეთრად გამოხატული იქნება. პირადი პლანეტები უფრო მეტად გვახასიათებს ჩვენს, ვიდრე სოციალური და ზედა პლანეტები. ამიტომ ამასთან უნდა მიექცეს ყურადღება. და მე როცა ვამბობ ხოლმე, რომ ეს გოგო არის მკვეთრად მორიელი, მინდა გითხრათ, რომ აქ მორიელის ნიშანში აქ მარსი, ვენერა, მერკური, მზე. პლუტონიც იქ არის, მაგრამ აქ კიდე უფრო ხო ხდებით, ანუ კიდე უფრო მძაფრია სიტუაცია, როცა მორიელში პლუტონიც იქვეა. მაგრამ ეს 4 პლანეტა ნათობი რო იქ არის და ვენერა, მერკური, მარსი რო იქ ყავს, ყველა, ნუ აბა რა არის? ძალიან მორიელია. თუმცა არაკეთებს სტელიუმზე მე ვილაპარაკებ, ანუ გრადუსები რამდენად არის დაშვებული. ზით რა არის ეს ადამიანი? მორიელი. ზით მორიელია, მარსი, მერკური და ვენერაც მორიელში ყავს. გამარჯობა, ხო, აი ესეთი ძალიან მორიელი, იმიტომ ვეძახი. ახლა დავუშვათ, რას ნიშნავს, როცა სტიქიები დომინანტი სტიქიები აქვს ადამიანს. მოდი ვთქვათ, რომ აი იდეალური ადამიანი იქნებოდა ის, რომელსაც ყველა პლანეტა, ყველა სტიქი აქვს ჰარმონიაში. ხო, აი თუ თანაბრად აქვს ყველა წყალიც, ჰაერიც და ესე თავისუფლად აქვს გაკეთებული, მაგრამ სანამ ეს რამე არ ხდება, ყოველთვის არის ვიღაცა საკალია, ვიღაცას უფრო მეტი აქვს. და მოდით ახლა ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ და გამოვყოთ რა სახის ენერგიებია, რა ხასიათებს ადამიანს, ოდესაც მასში არის დომინანტი ესა თუ ის სტიქია. მოკლედ ჯერ დავასახელოთ და ვთქვათ როგორ შეიძლება დავასახელოთ, აი თქვენ გკითხავთ. აი სტიქია, რომელიც შეიძლება დაახასიათოთ. ცეცხლი, აი რა მოდის ცეცხლიდან? ენერგიული, ცოცხალი, აქტიური, ინიციატიული. ხო. და ნუ ნეგატივი ციფიცხე და ეს რაღაცა სპონტანურობა, რაღაცა აგრესია, ხო. მოქმედების ხალხია ცეცხლი. ცეცხლი არის მოქმედება. მიწა. სიმყარე და სტაბილურობა. სტაბილური, ხო. სტაბილურობა არის ძალიან კარგი სიტყვა ამ სტაბილურობა. სტაბილურად არის ჯიუტი, სტაბილურად შრომის მოყარე, სტაბილურია, ხო, მეტად სტაბილურია. ჰაერი. ალბათ უფრო ინტელექტი. აი, ყოჩა ქალბატონ თბილა არის ზუსტად ინტელექტი. ჰაერი არის ინტელექტი. ასეთი, ისეთი და არის არას თავარი სიტყვა გადამწყვეტ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ან ცეცხლი ვისაც ექნება დომინანტი, ან მიწა, ან წყალი, რომ ინტელექტი არ აქვს. არა, ამეთი მამოძრავებელი ინტელექტი. ინტელექტისგან ასევე ცვალებადი. ხო, ცვალებადობაც კარგად არის ჰაერთან, ხო, მაგრამ ცვალებადობა ცეცხლს ახასიათებს, ესე რომ ვთქვათ, ხო, მაგრამ მერყეობა უფრო
ხო, ხო, ხო. ვალებადობი მერყეობად შეიძლება ჰაერთან და ნუ წყალი რა არის? პირველი რაც მოდის წყალთან. ბანალია ემოცია შინაგანი ემოციური. შესაბამისად შინაგანი სამყარო. ეს გავიგე. ეს არის ძალიან კარგი თუ მაგ დაბალანსებული, თუ ეს სტიქიები მაგ დაბალანსებული, მე ვარ ზომიერად აქტიური აგრესიის გარეშე, მე მაქვს კარგი განვითარებული ინტელექტი, მე ვარ სტაბილურად ჩემი საქმის მკეთებელი და მე მაქვს შინაგანი ჰარმონია დეპრესიაში არ ვარდები არც აჟიტირებაში და მანიაკალურ დეპრესიულ ფსიქოზი არ მემუქრება. თუ ესე ვარ. მაგრამ ესე როგორც წესი არ ხდება ხოლმე და ჩვენ ყველა თავის რუკას ჩავხედავ და ვნახოთ რა გვაქვს. რა ხდება თუ არის უკაცრავად მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც აქვს აი თანაბრად აქვს სამნახევარი აქვს მიწა, წყალი და ცეცხლი და 4 ქულა აქვს ჰაერი და მისი რუკა არის დავითის ვარსკვლავი. იხატება მის რუკაზე. რა მაგარია? რა მაგარია? ოჩახ, კაი მეგობარი ყოლიათ. როგორ ახერხებს? აი გითხარი თქვენ მაგის მაგალითზე. როგორი ადამიანია? ზოგადი დახასიათება არის ოფიციი ძალიან ესეთი ემოციურიც არის, ყველაფერი ერთად აქვს მართლა. აი ზომიერად. ანუ ეგეთი დინო ვიყოთ ყველა. ძალიან კარგი ადამიანი. ადამიანი ნორვეგია ასე ვთქვათ, ხო? კი. დასტაბილურებ, აუ, თაკო, ძალიან დიდი მადლობა, ისევ ხალისობ ამაზე. სულ უფრო მეტი მიზეზი მაქვს ნორვეგიაში რატომ მივდივარ ზიბერეში რა, აშკარად რა. სულ უფრო ბევრი მიზეზი მაქვს. მე სულ მახსენდები ნორვეგიაზე და აი რომ ამბობიქ რაღაცა ის იყო ეგრევე დამარტყა მეთქი ეს უნდა ჩავაგდოთ ხო? და მეც ძალიან დიდი მადლობა, რაღაც სტიმული მეცემა რომ აი რომ once ჩვენი საქართველოს იქნებ ნორვეგიის ხო, პრინციპში მოვასწრებ, ჩემი სიბერისთვის ნორვეგიობას საქართველოს მოვასწრებს, რა პრობლემა არის, ხო? შეიძლება 20 წლით უკანდელი ნორვეგია, მაგრამ მაწყობს 20 წლის 2020 წლის ნორვეგიაც დამაკმაყოფილებს, თუ მეტი არ იქნება საქართველოში რო იყოს. ასეთი ადამიანები, ასეთი ბალანსი რომ აქვს, ძალიან მაგარია, ხო? ეგეთი ყველა რო ვიყოთ, რაღა გვიჭირს, არ ვართ. ხო, ჩვენი განვითარება გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ადამიანები სხვების დასახმარებლად არის მოსული. როცა შეუძლია ემპათიაც აქვს, მაგრამ გონიერება არ ღალატობს. ხო, აი ესე ცალსახა ხო ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაცა არ გაგკეთებია სწორედ, მაგრამ ჩვენი მეგობარი იმის მაგალითად რომ მიგვითითოს ამაზე, მარტო ხო მართალი ხარ, მიდი ეს არაჯანსაღად. ესეთი ადამიანებისაც სტიქიები აქვს დაბალანსებული. ესეთი ადამიანები ჩვენ გვეხმარება რაციონალიზმიც არ და ემპათიაც არ და ყველა სიტუაციაში იყოს ძალიან მობილიზებული, ხო? და ასეთი ადამიანი რო ყავს მეგობარი, მაგას რაჯობია გილოცავთ ხალბატონ თამლა თქვენ გაგიმართოთ. ჩვენ არა. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირი მეგობრები გყავთ, ხო? თუ დომინირებს ცეცხლი, აი რა შეიძლება ეს იწვევდეს? ძალიან აქტიური შეიძლება იყოს ეს ადამიანი. ჰიპერაქტიული შეიძლება იყოს, მოძრავი, აქტიური, შეიძლება იყოს აგრესიული, ყვილზე გადადიოდეს ხშირად საუბრის დროს, ხო? აი, რაღაცა ემოციებს აგრესიას ვერ ერეოდეს, მოქმედ ენერგიას ვერ ერეოდეს თავში და ექსპრესიული იყოს ძალიან, ხო? ესეთ ადამიანებს მიუხედავად, აი, ცეცხლი ხო არის წვავს შეიძლება გაგიჟდეს და იმ წუთას გადაწვას, მაგრამ ბოღმა როგორც ესეთი არა, ამათ გულში ჩადება და არასოდეს არ მონელება ამ რაღაცა წყენის არა აქვს, პირიქით ეწყინა, გამოხატა და დაამთავრა იქ. აი ესეთია, ხო? უჭირთ ხოლმე ცეცხლი, ვისაც აქვს ყველაზე მეტი, სტიქია, უჭირთ ერთ ადგილზე ჯდომა, აი სულ უნდა იმოძრავონ, სულ რაღაცა უნდა გააკეთონ, უყვართ ლაშქრობები, უყვართ წასვლა, მოძრაობა, ეგ იცით აი ის кейფიც. ანუ ხალხმრავალი, სადაც აი თამადა იქნება, ლიდერი ძალიან კარგი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს, არა? თუ დომინირებს, არა, მე მივალთ რომელი აქ მართლა კარგი ხელმძღვანელი, მაგრამ უყვართ ლიდერობა. თუ ეს ადამიანი დაკავდება სპორტით, საკმაოდ კარგ წარმატებას მიაღწევს, იმიტომ რომ ეს ენერგია აქვს და შეუძლია წაიღოს. მე მოგიყვეთ ერთ მაგალითს, აი დომინანტ ცეცხლზე და გამახსენეთ. ჰაეროვანი ადამიანი თუ არიან, ჰაეროვან ეს დაფრინავს დანარნარებს რა არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ დომინანტი სტიქია გვაქვს რუკაში ჰაერი. მისთვის საინტერესო შემეცნება არის მთავარი. მას უნდა რომ გაიგოს. ეს შეიძლება იყოს ჭორები ადამიანებზე და შეიძლება იყოს ღრმა ცოდნა.
სულ ინფორმაცია უნდა ქონდეს მუდმივ ამ ასეთი ადამიანისთვის სამარტო საკანში ციგნის გარეშე ჩასმა არის სიკვდილი. იმიტომ რომ ვისთან შეიძლება თავის თავს დაუწყოს ლაპარაკი, ხვდებით? კომუნიკაცია სჭირდება, ინფორმაციის მიღება სჭირდება აუდიტზე, გაიოროს ისა და ერთი სოფო მეორე სოფოს ელაპარაკებოდეს, რომ ოღონდაც აი რაღაცა გაიგოს, ხვდებით? ინფორმაცია მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი ჰაერით მდიდარი ადამიანები აი ნახევარი სიტყვით რო იგებენ, ხო იცით, შეუძლიათ სტრიქონებს შორის წაკითხვა, სიტყვებს შორის გაგება, ორჯერ ახსნა არ ჭირდებათ, ჯერ ბოლომდე ნათქვა მე არ გაქვს უკვე გაიგეს, ინფორმაციის მიღების და დამუშავების ძალიან სწრაფი უნარი აქვს და ძალიან კარგი არის. სულ აი ესეთი ადამიანები არიან ჩაციკლულები და ხშირად უყურებენ რასად როდის ტიპის გადაცემებს, სადაც ინფორმაციას იღებენ, თავის თავსაც ამოწმებენ და პლუს ამას დამატებით ინფორმაციას იღებენ. ერთია რომ ფიზიკური აქტივობისთვის ასეთ ადამიანებს ძალა არ ყოფნის ხოლმე. ან არ შეუძლიათ ფიზიკურად ბევრი მუშაობა და კიდე აკლიათ ხოლმე აი ეს რაც აქვთ მიწას, ან სტაბილურობა. ანუ როგორ გითხრათ, აი ერთი და იგივე რუტინული შრომის კეთების უნარი ჰაერის ნიშნებს არ აქვთ ხოლმე. პრინციპში ჰაერის ნიშნებს კი არა, დომინანტი ჰაერი ვისაც აქვს. ისევე ცეცხლისაც, ისი სპონტანურია. ავფეთქდი, ჩავქრი, ავფეთქდი, ჩავქრი. ესეთი მოვლენები აქვთ, ხო? რაც აი სამაგიეროდ აქვს ანუ ჰაერის დომინანტი ჰაერს თუ აკლია დისციპლინა. აი ეს დისციპლინა ძალიან კარგად აქვთ მიწის ადამიანებს. ესენი არიან ცოტა შენელებულები თუ დომინანტია მიწა, აი ცოტა თითქოს მდორედ მოქმედებენ, თითქოს ცოტა ნელა ფიქრობენ. ოღონდ აი ჰაერის დომინანტი ხო თქვი რომ ჰაერში იჭერენ. ეს შეიძლება ჩაგეკითხოს, მაგრამ თუ ჰაერის მიღებული ინფორმაცია ბევრი სჭირდება და გადის ფილტრაციას და ცედისკიდან მალევე თუ იშლება რაღაცეები და ცოტა თუ გადადის დეზე, ესე რომ ვთქვათ ოპერატიული მეხსიერებიდან მალე ყრის რაღაცეებს, მიწის დომინანტი ნიშნები მიღებულ ინფორმაციას იღებენ, აანალიზებენ და არაფერი არ არის, რაც იცოდა და დაავიწყდა, სულ ახსოვს, რაც ისწავლა და მიიღო, ის სულ აქ დაარქივებული, როდის რა რაღაცნაირად ყველაფერი ახსოვს, ყველაფერი იცის. ყოველთვის კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული მიწის სტიქია თუ არის დომინანტი. მას უნდა, ანუ ტყუილა არაფერს არ აკეთებს. აუ, წამოდი იქ, რა მიზეზი, შედეგი თუ არა აქ იმას, ანუ უბრალოდ არსად არ წავა. უბრალოდ, რა ქვია, მუზეუმში არ წავა, თუ ის სფერო არ აინტერესებს თავშად. არქეოლოგია თუ აინტერესებს, წავა არქეოლოგის, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არ წავა. პრაქტიკული შედეგი უნდა ქონდეს მის საქმიანობას. ყველაფერში ეძებს რა ხეირი, მარტო მე კი არა, ამას არ ვამბობ რომ საკუთარ თავზე. ანუ ამითი რა შედეგი დადგება. თუ ქმედებას შედეგი არ მოსდევს, დაჭდება დივანზე იდარჩება. არავა. არ ადგება აქედან და არ გაინწრება. ნუ ეხლა წყლის ადამიანი, თუ ადამიანის რუკაში დომინირებს წყლის სტიქია. ყველაზე ამოუცნობი ნიშანია წყლის ნიშნები, რომ ვთქვათ ესე რა, რატო? ეს ადამიანებს აქვთ ინტუიცია, ამ ადამიანებს შეუძლიათ წყალს შეუძლია ნებისმიერ ჭურჭელში ჩასვლა, იცით ხო? ანუ სადაც უნდა გააღწევს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი ფორმა შეუძლია მიიღოს და ღრმა თავის შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ადამიანი რა ზედაპირული და რაღაც ისეთია. ამ დროს არა, ღრმა არის ძალიან. თავის ემოციებს ხშირად მალავს ხოლმე და თავის შინაგან სამყაროს მალავს და იცავს ხოლმე. მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია აი ცუდად ვიტყვი, ითამაშოს რა. ითამაშოს. ოღონდ ეს თამაში კი არ არის, ერგება იმ სიტუაციას, იმ ჭურჭელს ერგება, რომელშიც ახლა ჩაასხეს. რამდენად თამაშია ეს, განზრახრად რამდენად აკეთებს, უბრალოდ ხეირის მიღების რა სარგებელი აქვს აქედან ვერ გავიგებთ ესე. პირდაპირ, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ პირობებთან ადაპტირება. ნებისმიერ გარემოში შეუძლია რომ თავი კარგად კი არ იგრძნოს, გაჩვენოთ რომ კარგად არის.
სულად შეიძლება დისკომფორტი გქონდეს, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეაგდო. იმიტომ რომ ძალიან პლასტიკური ნიშანია, ძალიან აი ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ახლა პანკ როკის კონცერტიდან გამოვიდეს და მე ლამბადა იცეკვოს თქვენთან ერთად და არც პანკ როკი უყვარდეს და არც ლამბადა. მაგრამ ეს გააკეთოს, ამის უნარი კონდეს. ანუ შიგნიდან ისიც რა ქვია, პოეზიასაც კითხულობდეს და რაღაცა ზღაპრებიც უყვარდეს და უბრალოდ გიყვებოდეთ და ბევრი, მაგრამ შიგნით არ იყოს ეს მისი. აი როგორ ვთქვათ, აწყობდეს ძალიან კარგად და საერთოდ არ უყვარდეს ნამცხრები ან კულინარია. ანუ შიგნიდან რა არის დომინანტი, ვისაც აქვს წყლის ნიშანი, შიგნით რა სამყაროა, თვითონაც შეიძლება ბოლომდე არ იცოდეს და თვითონაც კარგად არ იცოდეს შიგნით რა ადამიანია. და ნუ მით უმეტეს სხვებისთვის თავისთავად დამალული იქნება. მოკლედ რო შევავჯამოთ ეს სტიქიები, ცეცხლი იქნება ლიდერობა და ძალა, მოქმედება, ჰაერი ჭკუა, ურთიერთობა და ურთიერთგაცვლა, ინფორმაციის კომუნიკაცია, ანუ მიწა ეს არის მიზანი, პრაქტიკულობა, მდგრადობა, წყალი შინაგანი სამყარო, გრძნობები და ინტუიცია. მე გავავრცობდი ამას, ახლა გეტყვით ესეთ რაღაცას ნიშნების მიხედვით, ხო? ესეთ რამეს ბევრი თეორია არის იმის და მიხედვით თუ რომელი ნიშანი როგორ რამდენად ატარებს თავის სტიქიას, როგორ გამოხატავს. წყლის ნიშნებზე გეტყვით და თუ გელებავთ მე სხვებზეც გავავრცო. წყლის ნიშნები იმდენად ბევრი წყალია ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომ უფრო მეტად ჩავეძიე და აი ჩემთვის არის ეს არის ჩემთვის. არ ნიშნავს რომ თქვენთვისაც ესე უნდა იყოს. აი კირჩხიბი არის მტკნარი წყალი, წყარო, სახში რო გვაქვს, ნუ წყალი პრაქტიკული, ხო, აი დედა წყალი გჭირდება, ხო, რაღაც დალიო, ამის გარეშე აი და შესაბამისი ის აქვს სფეროები, ასე ვთქვათ, მოქმედების, ხო, სადაც მტკნარი წყალია. რაც სხვებისთვისაც ჩანს, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია მეტნაკლებად, ხო, მზრუნველობა წყლის გარეშე ვერ ცხოვცობ და ასე შემდეგ. მორიელი ჩემთვის არის ორი ტიპის წყალი და ეს როგორი წყალი, იცით? ჭაობის წყალი და გამოქვაბულებში რო წყაროებია და ისეთ, აი, ხო იცით, ტბებიც არის მიწის ქვეშ და ეს სუფთა პირიქით, ანუ კამკამ. ნახეთ და ჭაობშიც, აი, ჭაობზეც გავამახვილებ ყურადღებას. ჭაობში მოიპოვება ტორფი. და მილიონი მინერალი. ერთი შეხედვით რომ გეშინია თითქოს ამ სფეროსი და ამ დროს უამრავი ისეთი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის წყაროში, ან კარაწყაროში რომ მოდის ვერ და ტბაში არ შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ჭაობში რაც არის, ხომ უნდა უბრალოდ პირიქით წყაროს წყალი ყველასთვის ნათელია რაც არის. და გამოქვაბულში რო წყალია და კამკამაა და რა დონის ცოდნა არის, ხო ხვდებით ამას? ის სხვა ენერგეტიკაა, უფრო ხმა. თევზი არის ჩემთვის არის არაზღვის, არამედ ოკეანის წყალი. თავისი ამოუცნობი ფსკერებით, რომელსაც საერთოდ არ ვიცით. თუ მორიელის შემთხვევაში წყაროს სად არის იცით არ ვიცით, შეიძლება სადღაც გამოქვაბულში იყოს. თავზე კი ვიცით სად არის, მაგრამ მისი გაგება, მისი სიღრმის ჩაწვდომა, უფრო ამ სფეროებს ვამბობ, ხვდებით? ანუ კოკით მოტანილი წყალია კირჩხიბი და ოჯახი, ხო ეს თემა. ფარული ცოდნა და ფარული რაღაც მისტიური რაღაცეები არის მორიელი და ძალიან სულიერი და აღმატებული და მართვით მომცვლელი და უკიდეგანო და მით უმეტეს ოკეანის სურათები ალბათ გინახავთ რომ ვერ გაიგებს სად თავდება და სად იწყება წყალი და პირიქით. აი ყოვლის მომცველი მგონ ესე თი ენერგეტიკებია თითქოს აი ამ ნიშნებში რა. ეს შეიძლება ნახოთ კიდევაც ბევრს აქვს სხვადასხვა და მით უმეტეს მე ვნახავთ კარდინალური ნიშნები და ასე შემდეგ ამის მიხედვითაც იწყება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად ცეცხლის ნიშნებს. აი ვერძი როგორც ნაპერწკალი, ხო, აი ეს აფეთქდა გაჩერდა, აფერდა გაჩერდა, ხო? ლომი რომელიც ლომიც როგორი ცეცხლის და ესე ანთია და კაშკაშებს და ყველა ხედავს და მშვილდოსანი აი შეიძლება ესე ცოტა აი წინაჯერზე რო ვისაუბრეთ აი საკრალური ისინი რო არის ცეცხლები ხო იცით რიტუალებისთვის რო გამოიყენოს სულ რო უნდა ენთოს ცოდნის მომტანი შორიდან რო ადამიანი ხედავს და არ დაეჯახება მაიაკებზე რო იყო ხოლმე ხო ადრე მაიაკებზე ცეცხლი რო ენთო რო არ დაეჯახო უფრო ისეთი სხვებისთვის ცეცხლი არა და ჩემთვის არა ხო რომ მე მიყურეთ რა ლამაზი ცეცხლი ვარ რა კარგი ბუხარში ვარ და
აგერ ახალ წელს ტელევიზორში რო ვთავ ხოლმე ცეცხლს, რომ აი ცეცხლი მინთია ვითომ არც ის ჭვარტლი დგება და არც არაფერი. ესეთი კი არა, აი უფრო ის ცეცხლი, რომელიც პრომეთემ ჩამოუტანა, ხო, ადამიანებს, აი რაღაც ესეთი ცეცხლია, ჩემთვის მშვილდოსანი. იგივე შემიძლია, რომ თქვა კუროზე, ქალწულზე და თხის რქაზე. ცოტა სხვა დონეა, კურო თუ არის, რომ კარგად დავგეგმე ბიუჯეტი, სახლი გავარემონტე, აი ესეთი მიწა რა, ჩემთვის მოვიპოვე შვილებისთვის, აი ესე დოვლათი შევქმნი, ჩემი ქალწული ეს გავიტანე, ეს ცოტა რაც დავაგროვე მაგალითად მედიცინაში, განსაკუთრებით, ხო? სხვებსაც ავუშენე სახლის, სხვებს დავეხმარე, უფრო ესეთია. კურო უფრო მე ესეთია, ხო? აი ჩემი შეხედულებაა და ეგრეა. თხის სახში შემოაქვს. ბატონო ურო ეგეთია კითხვა სახში რომ და შემოაქვს. თხის რქა არის უკვე როცა ცოდნები რომელიც ადამიანს აქვს ცდილობს ეს გაიტანოს სტაბილურად სხვა ადამიანებსაც მისცეს ოღონდ სტაბილურად კონდეს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით რომ აუმჯობესებს რაღაცას მეცნიერებას დონეზე რომ გადაყავს რაღაცები და აი ეს მოპოვება მარტო თავისთვის კი არა საერთოდ უფრო ფართო მასებისთვის უნდა და უფრო ისეთია უფრო მეტად გამცემი ვიდრე და ყველას ამ სამივეს რა თქმა უნდა უკიდურესი შრომის მოყარეობა ახასიათებთ ოღონდ აი ჩემთვის თუ კურო მუშაობს იმიტომ რომ თვითონ გამდიდრდეს თხის რქა მუშაობს იმიტომ რომ ესე რა ქვია სხვებსაც მოუტანოს სიკეთე და მეცნიერებაზეც ხო ვთქვით რა სატურნზე რომ ვამბობდით ხო გახსოვთ რომ ანუ სხვას უნდა რომ გაუკეთოს მარტო თავისთვის არ უნდა ხო იმიტომ მუშაობს სხვა მიზნებია სახლის რემონტზე მეტად აინტერესებს სხვების კარგი სხვებისთვის რაღაცის გაკეთება. ესე შეიძლება რომ ესე ვაფასებ უბრალოდ. აი და ტყუპებს ჰაერზეც ვიტყვი რა ჩემ შეხედულებას რაღაცა სხვა წაკითხულ რა თქმა უნდა ჩემით არ მომიგონია ეს ხო? აი ჰაერის ნიშნები ტყუპები როა ტყუპები არის ქალაქის ჰაერი ჩვენ რასაც ვუნდხავთ ანუ ყოფითობა და აი ესეთი რაღაც რაც ყოველდღიურად ხდება ანუ ესე ვთქვათ რომ ჩემთვის ქალაქის ჰაერი იმ გარემოს ჰაერი რომელშიც ცოცხლობთ სასწორი არის ჰიმალაის მთების ჰაერი სადაც უფრო მეტად სისუფთავეა და უფრო მეტი დახვეწილობა შემოდის და მედიტაცია და რაღაც ესეთები შემოდის ხო და მერწყული ჩემთვის არის აი ატმოსფეროს ზედა აი ცოტა ხანით და გალაგი რომ გადავალ ატმოსფეროდან რომ გავალ ეს ჰაერი ცოტა სხვა ცოდნებთან დაკავშირებული ჰაერი და რაც უფრო ნახეთ ქალაქიდან გავედი ჰიმალაიზა და ჰიმალაიზა გავედი ატმოსფეროს ზედა შრეებში ადამიანების რაოდენობა შემცირდა ხო ხვდებით ანუ ეს კომუნიკაბელურობა რომელიც ტყუპებსაც სასწორსაც და მერწყულს როგორც ჰაერის ნიშნებს ახასიათებთ გავიდა როგორ გითხრათ დაფილტრა ის ხალხის რაოდენობა ვისთანაც კომუნიკაციას ამყარებენ ეს ხალხი კომფორტული რომელიც არის რა აი მეც გეტყვით შეიძლება მერწყული და ტყუპები ერთად ვერ ძოვდნენ იმიტომ რომ მე ტყუპებს აინტერესებდეს კიმ კარდაშიანის ოჯახის ცხოვრება ეს თანამშრომელი მყავს რომელიც ამაზე ხშირად ლაპარაკობს და იმიტომ ვიცი ვინ არის და მერწყულისთვის ეს იყოს აი რა თემაზე საერთოდ ამაზე რატომ ამაზე ტვინი გონება ენა სიტყვა რატო უნდა დახარჯო არ ესმოდეთ ხდება აი ესეთი ძალიან ეს არის რაც ხალ ვინმე ვისაუბრე ამ არის ერთგვარი ყვითელი ჰოროსკოპებს რო აი ეგეთი რაღა ეს არის ძალიან ზოგადი უბრალოდ როცა რუკას ხსნი და ხედავ რომ ადამიანში არის დომინანტი ასა თუ ის ნიშანი ხო ან თუნდაც მზით არის ესა თუ ის ნიშანი უკვე ესეთი სტერეოტიპულად ყალიბდება რომ წარმოდგენა აი დავუშვათ ადამიანი არის მშვილდოსანი ხო და აი წარმოდგენა შევხედე დომინანტი ნიშნები აქვს ცეცხლ უკვე სტერეოტიპი და მე რას ვაკეთებ როცა რუკას ვკითხულობ რა პირველი რაც დავინახე რომ მზით არის მშვილდოსანი და დავინახე რომ არის ცეცხლოვანი ესა რა ქვია სტიქია ცეცხლის სტიქია არის დომინანტი შემექნა შთაბეჭდილება რომ როგორი არის და მე დანარჩენი პლანეტების მეშვეობით ამაში შემაქ როგორიც გამორიცხვის მეთოდით არა ეს არ არის რაფინირებულ შთაბეჭდილებას ზუსტ შთაბეჭდილებას მიქნის უკვე პლანეტები სახლები ნიშნე ხო რომელიც იმაში ამაზე
თორე ეს ზოგადად კი და ბევრს მაძლევს. ბევრს მაძლევს ადამიანი, რომელიც აი დავუშვათ თანაბარი რო აქ ისიც ბევრს მაძლევს, რომ მეტად სტაბილურია. პირველი რაც თქვენ ნახეთ თქვენი მეგობრის რუკაში, რომ დავითის ჯვარი ხვდებით, რომ ძალიან სტაბილურ ადამიანთან გაქვს, ხო? ურთიერთობა და რა მაგარია. და მე რომ ხედავ, რომ კიდე ეს მარსიც ცეცხლოვან ნიშანში, ცოტა აგრესიული ტიპი მესახება, ხო? თუ ცეცხლოვანი ნიშნების ცეცხლის სტიქია ადომი. მე ამას კონკრეტული პლანეტების კონკრეტული მდებარეობით ვცხრილავ. ზოგადად წარმოგიდგენთ, როგორც აი ამ იმაში რო არის, ხო, მე აქედან გავაკეთებ გაზაფხულს თუ რაღაც. ის ქვა რომ აი ეს მაგ მოცემულობა. პირველი ამას ვხედავ. ეს ძალიან თვალშისაცემია, ხო? დომინანტი ნიშნე რომელი სტიქიაა და ამის მერე ვიწყებ მოშორებას ზედმეტის და ნამდვილი მერე მრჩება. თუმცა ეს ნიშნები აუცილებლად იქნება. მაგალითად იქ აქვე ბოდიში, ანუ თემასთან კავშირშია, ანუ ვთქვათ საკმაოდ დიდი სხვაობა თუ არის ზოგადად ჯამურად ელემენტების რაოდენობას და პირადი პლანეტები, სადაც ყავს იმათ შორის, ანუ მაინც პირად პლანეტები, სადაც არის უმეტესობა, ის არის დომინანტი, ხო? კი, დავუშვათ ესე ვთქვათ, რომ 12 ნიშნისთვის 12 პლანეტა განსაზღვრეთ პროზერპინას და ქირონის ჩათვლით. ანუ 12 პლანეტა მაქვს. 12 პლანეტიდან 6 რო ერთ ნიშანში იყოს და 6 მეორეში, ვუყურებთ სად უფრო მეტია პირადი პლანეტები და მნათობები. ანუ მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი. რომელ პინაზეც უფრო მეტია ესენი? 3 იქით არის, 2 იქით და სადაც 3 იქ არის. ახლა კიდე ერთ რამეს გეტყვით. თუ მზე და მთვარე ეგრე არ მოხდება, გამორიცხულია, მაგრამ ხო შეიძლება გვერდი ვიგულისხმოთ დავუშვათ, მომიჯნავე ნიშნები დავუშვათ, ყუპები და კირჩხები ან მერწყული და თხის აი ეს გვერდზე რო არის, ესე რო ვთქვათ რა. ეგ არის ანუ მით უმეტეს ჩვენ იმაზე რა მერიდიანზე შეუძლებელია, რომ ასე პლანეტები ყველაფერი ერთ იმაში იყოს ჩალაგებული. ესეც ვივარაუდოთ, რომ ორ მომიჯნავე ნიშანშია და თუ სადაც მზე და მთვარეა და მერკური ის იქნება დომინანტი და მზე და მთვარეა და მეორეში მერკური, ვენერა და მარსი, ეს იქნება დომინანტი. რომ მზე და მთვარეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მერკურს, ვენერას და პირადი პლანეტები და მნათობები, ხო? ასცედენტს ვითვალისწინებთ? ფიქტიურ წერტილებს და სახლის დასაწყისებს ამ განსაზღვრაში არ ვინა. ნახე, ჩვენ ვთქვით, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანია, 12 ზოდიაქოს აქვს თავისი პლანეტა მმართველი და ეს პლანეტა რომელ ნიშანში ის განაპირობებს. ფიქტიურ წერტილებს და ასცედენტს ამ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ. ანუ ჯამური თუ მაქვს, ვთქვათ, ყველაზე მეტი მიწა 7, მაგრამ პირადი პლანეტები თითქმის უხაერში მყავს ესე კი? ეხლა ერთი წუთი დავკონკრეტდები. 7 პლანეტა მაქვს მიწაში? არა, მიწა მაქვს 7 ეს თვითონ ამ საიტიდან. შეფარდება სხვადასხვა საიტი, სხვადასხვანაირად თვლის. ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, რომ ჩახედოთ რა პლანეტა, თქვენი პირად პლანეტა, აი ხო დავიწყოთ იმის აკეთება პირად რუკაზე. დავუშვათ ის რომელ ნიშანშია ეს, რომ პირადი პლანეტები თქვენ თვითონ ნახოთ, რომ ანუ ესე კი ჰაერი მაქვს წამყვანი, ხო? ანუ პირადები თითქმის უხაერში მყავს. შესაბამისად, ეგრე გამოდის. კი. ხო, დავაზუსტე, მადლობა. ქულებს არ ვანიჭებთ ამ პლანეტებს? ქულების მინიჭებას ვსწავლობთ მერე. ანუ როგორ ვითვლით ამას, თუმცა უმეტესობა თვითონ აკეთებს. ახლა თქვენ რომ მითხარით, რომ ესე აჩვენებსო, ხო? თაკო. ნახე, მაგ საიტზე რომ საიტით აკეთებ და არა ზეტით, ხო ესეა? კი, საიტით. საიტში არ არის პროზერპინა. არა, ხო. და არც ქირონია გათვალისწინებული, როგორც სასწორის მმართველი. ამიტომ გეუბნებით, რომ ეს ხელით მოგიწევთ ამის დათვლა. აჰა, კი ბატონო, მაგრამ ნუ პირადები მაინც ჰაერში მყავს თითქოს. როდესაც ორი ნიშნის მმართველად ერთი და იგივე პლანეტა მოისაზღვრება, სხვა სურათს გაძლევთ. ამიტომ გეუბნებით, რომ ის გავაკეთოთ. და ესე იგი მე არა მაქვს სწორი. ეს მე მაქვს დათვლილი 12 პლანეტა და კვანძები, მეტი არაფერი. არც პროზერპინა, 12 პლანეტა კი არა, 7 პლანეტა. არც პროზერპინა მაქვს, არც ქირონი. ნახე, მე ვერ გეტყვით, რომ არა გაქვთ სწორედ. მე ამას ვერ გეტყვით.
ჯერთი პლუტონი რატო არ გათვალისწინებული არ ვიცი, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია. გათვალისწინებული. ქირონი და პროზერპინა არ გექნებათ მაშინ, 10 პლანეტით გექნებათ გაკეთებული. მე ვერ გეტყვით, რომ რატო არ ითვალისწინებთ. იმიტომ რომ დღესაც არის ასტროლოგები, რომელიც 10 კი არა 7 პლანეტით ხელმძღვანელობს. ხო და აბა რა გითხათ? ესა უბრალოდ ჩვენ მივდივართ იმ ხაზით, აი დღესაც ქირონზე გეტყვით ორი სიტყვით, რომ ქირონზეც არის ესეთი მოსასწრება, ანუ ვერ გაარკვიეს ასტროლოგებმა ბოლომდე რისი მფარველია და როგორ არის. ითვლებოდა, რომ არის არა იმისი რა ქვია, სასწორს, არამედ თითქოს კუროსი. კუროს დროს იყო აღმოჩენილი და ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ როდესაც ხდება პლანეტის აღმოჩენა, მაშინ იმ რაღაც ან საპირისპიროს აღნიშნავს და რეტრო იყო ეს ქირონი. მე აღმოჩნდა და გამოდის კუროს საპირისპირო ნიშანს მართავს. რომელი პლანეტა როგორ მართავს და რა დროს მართავს, მაგაზე მე გვექნება საუბარი. და ასე მე ვიყენებ ხათუნას მეთოდს. როცა ქირონი არის სასწორის ყველაფრით შეეფერება, აი როდის აღმოაჩინეს როგორ მოძრაობს მაგასაც ქირონი რომელიც არის ორი სამყაროს დამაკავშირებელი სხვადასხვა ტიპების, ხო, ღმერთების და ადამიანების, თვითონ ნახევრად ადამიანია, ნახევრად ცხენი და სასწორი, რომელიც ასევე ორი პინიანია და რომელიც არის დიპლომატიის ნიშანი, ხო? დიპლომატია სასწორი. და გამოჩნდა მაშინ, როცა ასევე დიპლომატია, ის ყველა, აი, როგორც ხალების უფლებებზე ვამბობდი, რომ ვესტა და ისინი რომ გამოჩნდა თქო, როცა დიპლომატია არის გადამწყვეტი. კი, არის უკრაინაში ფიზიკური ომი, მაგრამ თავარი ომი მიდის კაბინეტებში, ხო ესეა. ომმა არ გადაინაცვლა, ანუ მარსი ჩაჩოჩდა, კარგად იყავი, ხო და ისა რა ქვია. კი, არის მაგას კი არ ვამბობ, რომ ან სხორპლი არ არის, ან ისე ამას არ ესე არ იფიქროთ. მაგრამ ომის კონფლიქტის დასრულების ის კი არ არის, რომ ვინ მოიგო ვატერლოუ, ხო? აღარ არის ამაზე ლაპარაკი. საუბარი დიდგორი ვინ მოიგო ფიზიკურად ამაზე არ არის ლაპარაკი. საუბარი იმაზეა, რომ კაბინეტებში რა შეთანხმდება, რომ ომი დასრულდეს. ამ დროს მოდის ეს. ამიტომ გეუბნებით, რომ ხელით გამოთვლა იმისი გრადუსების აღარ არის საჭირო, აი არ ვიცი, ალბათ ადრე წარმოგიდგენთ როგორ ითვლებდნენ ეს ხრილებით და იმითი. წარმოუდგენელია მაგის გამოთვლა, ეხლა ავტომატურად აკეთებს, მაგრამ აუცილებელია ეს ამის გათვალისწინება სტიქიებთან მიმართებაში და ასევე ვისწავლით პლანეტის დომინანტი პლანეტის გამოთვალსაც რო ვისწავლით, მიხვდებით, რომ მაშინაც აი ეს 12 თუ ამას ვიაზრებთ, რომ 12 მართველი ყავს 12 ზოდიაქოს ნიშანს, მაშინ ხელით ვიწევს მაგის დათვლა. ოღონდ ადვილია და წინასწარ ნუ შეშინდებით ეს ძალიან ესეთი ერთის დათვას რო ვიგებ, ცოტა გვაშინებს ხოლმე, მაგრამ ისე პრინციპში არ არის, ხო? მნიშვნელოვანი. ეს იმაზე ვთქვი უკვე, რომ პლანეტების მნიშვნელობა როგორ არის, ანუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირადი პლანეტების მდებარეობა უფრო მნიშვნელოვანია სტიქიის განსაზღვრისას. აი ხო, მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ხო ვთქვით, ხო, თუ როგორი არის ადამიანი, თორსა დომინანტი ცეცხლი აქვს, ან დომინანტი ჰაერი, სულ ერთი. ეხლა მოდით გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ შერეული ან თანაბარი რაოდენობის აქვს ესენი, ხო? მაგალითად, ესე ითვლება, ეს უკვე კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ცეცხლი და ჰაერი, იანი და მიწა და წყალი ინი. ანუ ცეცხლი და ჰაერის ნიშნები კაცური ენერგია, მარტივად რო ვთქვათ, მიწა და წყალი ინი. ანუ ქალის ენერგია, ხო? რა ხდება, როდესაც არის ესეთი თანაბარი ქულები, თანაბარიც ესეც შეიძლება იქნას, რომ დაუშვათ მეტნაკლებად ორივე გამოკვეთილია, ხო? ანუ შეიძლება იყოს ცეცხლი, მაგრამ მიწაც ძალიან ძლიერად იყოს გამოკვეთილი, ხო? აი რასაც ქულებში მან რო წერს ხოლმე, ხო, დაუშვათ 4 აქვს მიწას და 5 აქვს ცეცხლს. ანუ ორივე ესე მკვეთრად გამოკვეთილია. მაგალითად 4 აქვს წყალი, ჩემი შვილიშვილია ერთ-ერთი და ცეცხლი აქვს 5 ნახევარი.
აი ეს ორი ხო, გამოკვეთა. ხო, ანუ ახლოს არის. ხო, მიწა და ჰაერი ორნახევრები აქვს ორივე. ხო, ანუ დომინანტი ორი სტიქია გამოიკვეთა, ეხლა ამაზე ამაზე ვისაუბროთ. როგორ შეიძლება იყოს? თუ ეს არის ცეცხლი და წყალი, ეს არის მდუღარე წყალიო, უწერია ხათუნას, მაგრამ მომწონს რა. მდუღარე წყალი, წარმოიდგინეთ, რომ დუღს და გადადუღს და ორთქლი რომ გამოდის, ხო, ესეთი იმპულსები, იმპულსური ტიპები არიან. ძალიან კარგი საყვარლები არიან. მაგრამ შეიძლება იყვნენ სასწავლად ეჭვიანებიც. ასეთ ადამიანებს ცეცხლი და წყალი ვისაც აქვთ, აკლი აქვთ ობიექტურობა. ესე რომ ვთქვათ, ხო იცით ეს ჩქარი როგორ ქვია? სკარავარკა რო ქვია რუსულად, აი ეხლაც არის მეც მაგ აი დახუფული რო იხარშება, ხო იცით ლობიოს ხარშავს 45 წუთში. ესეთი რო იხურება ქვაბი, ილუქება და აი წარმოგიდგენთ წყალი რო დადგა ესე დალუქული და დადგა ცეცხლზე და რო მოხსნა და რო იფეთქებს, ესეთი ადამიანებია. მინდა გითხრათ, რომ ცეცხლით დამწრობაზე უარესი არის მდუღარე წყლით დამწრობა, ეგ იცით, ხო? იმიტომ რომ შედის უფრო ღრმად, ცეცხლი ვერ ასწრებს იმას, რა ქვია, შიგნით ქსოვილების ღრმად შესვლას, როცა მდუღარე წყალი აკეთებს. ანუ აი ესეთი არის ცეცხლი და წყალი რო არის. ნუ არც თუ ისე სასიამოვნო კომბინაცია, რომ ვთქვათ. თუ არის მიწა და ჰაერი. აი მიწა და ჰაერი ჩემთვის არის იდეალი, მე რომ მკითხო, მიწა და ჰაერი არის ზღაპარი ადამიანები რა. მე მაქვს მიწა და ჰაერი. აი მე რაც დავთვალე ხა მაგითი რა. პროსერპინას ვერ პაულობ ჯერ. ესეთი ადამიანები არიან ფანტასტიკური საქმიანი ურთიერთობებში, ფანტასტიკური გათვლებში, ემოციების მართვა შეუძლიათ. არ ვამბობ, რომ არა აქვთ ემოციები, მაგრამ გადადებენ ამ ემოციებს და საქმე ძალიან პატიოსნად შეასრულებენ. ჰაერი და წყალი. ურთიერთობა, მგრძნობელობა, ბავშვებთან მუშაობის უნარი აქვთ ძალიან კარგი, შეუძლიათ აი როგორ თქვა, inspire შთააგონონ ბავშვებს ქმედებებისკენ, უბიძგონ, კარგი პედაგოგები შეიძლება გამოვიდნენ ძალიან, რაღაც ინოვაციური აზრები მიაწოდონ და ნუ ახლა ესეც გეტყვით, რომ წყლის ნიშნები ხო ისე ცოტა ისეთები არიან, ინერტულები და მოძრაობა არ უყვართ, ჰაერიც ძალიან არ არის ენერგიული ადამიანი და ცოტა არ უყვართ დადექი და წადი და მოძრაობა ნაკლებად რა, ამათი საქმე არ არის. უფრო ურჩევნიათ, რომ ისა რა ქვია, შვიდ გარემოში ლაშქრობებით შეარული არ უყვართ ესე პასეს რო ვთქვათ. მიწა და წყალი, ანუ აი მიწა და წყალი არის კატასტროფა საერთოდ, იმიტომ რომ არის აბსოლუტურად ზანტი ადამიანებს რომ ვამბობთ, ხო იცით? აი ქმედება არ უყვართ რა. თუ დაავალებ გააკეთებს, თვითონ ინიციატივას არ გამოიჩენს, ხო? მაგრამ აქვთ მზრუნველობის აი რაღაც წაშიაწეული, ესე შეუძლიათ იზრუნონ ავადმყოფებზე, ზიზღის გარეშე, სხვათა შორის ეს არის ძალიან აი თვისება, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია, აი ბოდიში მე მყავს დაქალი, რომელსაც საკუთარ შვილიშვილს ტუალეტში ვერ მომამსახურება. ზიზღის გამო. და ამათ ესეთი რა არა, ამათ შეუძლიათ ადამიანისთვის კომფორტის შექმნა იმდენად მაღალ დონეზე აქვს აყვანილი, რომ იქ ეხლა მუნიჭირს თუ კეთროვანია თუ რაღაც ბომჟი შეუძლია მივიდნენ აი ხელი შეეხონ. მე მაგალითად არ შემიძლია, რომ ისე რა ქვია, ბომს კი არა მაღლივში რომ ვსწავლობდი, არავის არ ვესალმებოდი ხელის ჩამორთმევ. მაღლივ ეკონომიური მაგ დამთავრებული პირველი და იმიტომ რომ უმეტესობა იყო ბიჭები რა და რო ხვდებოდი მერჩევნია გადამეკოცნა და ჩემ მეგობარი მეუბნება ეს გადაკოცნა რატო გირჩევნია? იმიტომ რომ ტუალეტში დადიან ეს ბიჭები და იბანენ თუ არა ხელს მე ხო არ ვიცი და ხელის ჩამორთმევას გადაკოცნა მერჩევნა რა. ხო, აი და იმათ ესეთი ციკები არ აქვთ და არა ღმერთმა არ დამაჭიროს თუ დამჭირდა ალბათ ყველანაირ ადამიანს მოვკიდებ ხელს, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა. აი ხო გინახავთ ადამიანები, რომ ვიღაცას მაგალითად სტუდენტობის ეს პერიოდში დათვრა და გულიერებ და ამას შუბლი უჭირავს. 100 წელი ეხა
კარგად იყავი რა ესეთი ადამიანები არიან და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად იმუშავებენ აი ასეთ სფეროებში, ხო, სადაც მოთმინება, ნებისყოფა და რაღაც სიყვარული ესეთი ფორმა შეიძლება. და რა თქმა უნდა, მიწის და წყლის ნიშნები არიან აი აქტიურ ქმედება არ უყვართ, მაგრამ შრომის მოყვარეობა ძალიან მაღალი აქვს. ანუ დავალებულ ინიციატივა, მოდი ახლა აი სიტყვაზე, მოდი ახლა მოშენება გავუკეთოთ ჩვენ კერძო სახლს, 100 წელი არ მოუვათ თავში, მაგრამ თუ დაავალებენ ამის გაკეთებას, ფანტ ყველაზე კარგად გააკეთებენ დათქმულ ვადებში. არ გადავლენ და შრომის უნარიანობა აქვს, მაგრამ ინიციატივა მიწის და წყლის ნიშნებს ნაკლებად. ახლა ესეთი რაღაცა ვთქვა, ახლა ეს ვისაუბროთ, როდესაც არა აქვს რაღაცა. სტიქია საერთოდ არ არის რაღაცა კონკრეტული სტიქია, საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ანუ ძალიან დაბალი აქვს დაუშვათ რა. მაგალითად, ცეცხლის გარეშე თუ არის, აუ თქვენ კითხავთ, ეს ცოტა ინტერაქტიული გავაკეთოთ. არა აქვს ადამიანს საერთოდ სტიქია, საერთოდ არ აქვს ცეცხლი. თამილა ინიციატივიანი არ იქნება, არც აქტიური არ იქნება. ლიდერობაზე საერთოდ ლაპარაკი δεν მიდია ალბათ. აგრესიაც არ იქნება. მე მყავს მეგობარი ცეცხლის სტიქი აკლია და ხო, ну დიდად ესე ჩართული და ინიციატივიანი დიდად არ არის რა, თავის საქმეს და ყველაფერს გადასარევად აკეთებს, მაგრამ ეს ლიდერობა და რაღაც მაინც დიდად არ აქვს რა წინ წამოწეული. თუმცა შეუძლია თავისი ცოდნიდან და ყველაფრიდან გამომდინარე, მაგრამ ну შინაგანად არ აქვს რა ეს რაღაც მაინც უფრო ჭრილში ყოფნა ურჩევნია, ასე რომ ვთქვათ, ვიდრე თავის თავზე ეს სიტყვი ერთ სიტყვას ცეცხლი არის ვნება, ამათ ვნება არა აქვთ. Patience რაც ნება ხო არ გულისხმობ მარტო სექსუალურს არ გულისხმობ, ყველაფერს. რაღაცა ავენთე და ძალიან არც ძალიან უნდათ რამე, არც არა ძალიან არ ან მოკლედ. უფრო ინერტულებიან. ცეცხლი თუ არა აქვს ადამიანს ну აი რა ცეცხლია ლომი და გულია ხო გულზეა საუბარი ან თუ არ ფეთქავ ხო ხვდებით ან და ну არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანი რა თქმა უნდა ასე პირიქით მაგალითად ბავშვი მე ვიტყვი რა ბავშვებზე მიწის გარეშე რა იქნება ამაზე მიპასუხოს თაკომ ბავშვი მიწის გარეშე იქნება ძალიან ბავშვი ადამიანი ადამიანი ხო მიწის გარეშე ხო? ანუ ჰაეროვანი, არამყარი, არასტაბილური. ალბათ ეგეთი რა. და უნებისყოფო. მეცადინეობის მხრივაც ალბათ პრობლემები აქვს. უნებისყოფო, უდისციპლინო. აი, ბავშვების დანახვა ჩვენ გვსიამოვნებთ. ლამაზ ბალამაზ ბავშვს მე მსიამოვნებს ყოველ შემთხვევაში. მაურაბანი ხო, ალბათ ეგ იქნება. ხო, ანუ მიწის ნაკლებობა ყველაფერი კარგი რაც მიწასა აქვს არა გვაქვს. ხო, ანუ არის არაპრაქტიკული, შესაბამისად ფულთანაც არაპრაქტიკული, ხო, შეიძლება უფულოდ ხო, ანუ ნიშნებში რაც გამოიხატება, ასევე ის თვისებები აქვს, ესე იგი შეზღუდული, თქვათ, აი კუროს და თხის რქის და. ხო, და ხათოს უწერე ზაკად, თუ ცეცხლის გარეშე არ ღირს რინგზე გასვლა, ну ცეცხლი თუ არ გაქვს რინგზე რა გინდა, სპორტი შენი არ არის და ვაფშე მით უმეტეს რინგი და მით უმეტეს ბოქსი რა შუაშია. ისევე მიწის გარეშე არ ღირს ბუღალტერია და სახელოსნოში წასვლა. ანუ ან არ შეუძლია. რასაც უნდა ნებისყოფა ეს ადამიანებს როგორ გავაძლიეროთ მე ვილაპარაკოთ. ჰაერის გარეშე რა იქნება? რუსა ვერ ჩაგვერთვება? მაშინ დინო. ჰაერის გარეშე ანუ ინტელექტთან დაკავშირებით, ანუ შეიძლება ნაკლები ინტერესი ქონდეს. კომუნიკაციის პრობლემები. კომუნიკაციის პრობლემებიც, ხო? და ინფორმაციის მიღება გადამუშავების პრობლემები, ხო? და ზოგადად ნებისმიერ კომუნიკაცია მარტო მეტყველებას არ ნებისმიერ სახის ურთიერთობებში შეიძლება რომ არ ქონდეს და თუ ადამიანის აი წეგან მივანიშნე უკვე რომ თუ ადამიანს აქვს ცეცხლის გარეშე სპორტი იმისთვის არ ვარგა, თუ არის მიწის გარეშე მისთვის არის ესეთი მეწრულმანე პროფესიები მისთვის არ ვარგა, ხო? და თუ არის ჰაერის გარეშე, რანაირი ჟურნალისტი
მწერალი და პოლიტიკოსი ნაკლებად რომ გამოვიდეს, ხო? სხვა აქვს. ჩემი აზრით ცოდნის მიმართაც შეიძლება ნაკლები ინტერესი ქონდეს, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, აი განათლების კუთხით, აი ცოდნის მიღების კუთხით, სხვა რაღაცები უფრო ურჩევნია ცხოვრებაში აკეთოს, ეს სფერო საერთოდ არ აინტერესებს. შეიძლება ოჯახი უნდოდეს მარტო და სწავლა განათლება საერთოდ არ იყოს მისი ინტერესების სფეროში. კი, მაგრამ ეხლა კიდევ აი სპორტი უნდოდეს და არ უნდოდეს განათლება. მარტო სტიქიებს ვერ ნუ დავაბრალებთ, ხო? მარტო სტიქიებზე არ არის. ესმის, ხო? კი, და წყლის გარეშე რა არის? წყლის გარეშე მე თვითონ ვიტყვი. ტვიჩის გარეშე სიღრმე წყაროში აკლია. არის არც იქით. და შეიძლება ემოციური ინტელექტის ნაკლებობაც ქონდეს ალბათ ჩემი აზრით. რასაც ეხლა ემოციური ინტელექტს ეძახიან, ხო, ემპათიის გზნობა არ აქვს. ემპათია, ხო? სიყვარული რას ნიშნავს, შეიძლება ვერ ხვდებოდეს. საერთოდ შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ რას ნიშნავს, რომ გაგიჟდე და არიელი მოკლედ ამისგან არ გამოვა არანაირად. და მეცაც გეტყვით ავთანდილიც არ გამოვა, იმიტომ რომ სტაბილური სიყვარულიც არ რაღაცა ესეთი რა. არ შეუძლიათ ალბათ, ხო? ასეთ ადამიანებს წყლის ნაკლებობა ვისაც აქვს, ერთმშვენიერ დღეს, ანუ ერთმშვენიერ, აი პირდაპირ ერთმშვენიერ დღეს შეიძლება გაგიჟდეს. იმიტომ რომ ერთმშვენიერ დღეს გააგრძნებს, რომ აქვს ემოციები და დაეცეს თავზე. ანუ აი მე და მე მართა ეგ წინაზე ეხლა მივხვდი მაგას ვამბობდი რომ ემოციები რომ მომინდა მეთქი და რომ ამოხეთქათ ხო ემოციებისთან ურთიერთობა ამ ადამიანებს არ შეუძლიათ. ნუ რა თქმა უნდა ხა ინტუიცია აქვთ და რაღაცა ეს რა თქმა უნდა ზღაპარი არანაირი ინტუიცია. აუ არ მე საოცარი ასეთ ადამიანებს ვისაც აქვს სამის ნაკლებობა, წყლის ნაკლებობა ვისაც აქვს, ისე ვიმეორებ, აი ხა გიპასუხებ მაგაზე. მარტო სტიქიები არ განაპირობებს ამას განაპირობებს დაუშვათ რაღაცა ფაზები, რაღაცა წლები და ასე შემდეგ და ასპექტები. მაინც უნდა ვნახოთ. ეხლა ასეთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფოს დამატებით მასალაში მიწერია და თქვენც ნახავთ ამას, რომ გამოვაგზავნი. ძალიან ბევრ მასალაში წერია, ბევრ სახელმწიფოში წერია, რომ ოპოზიცია არა ისეთი მძიმე ასპექტი, როგორც კვადრატიო. ეს ვეღარ ეს ბატონო? არ არის ოპოზიცია უფრო. აი ნახეთ ახლა მაგას ვეუბნები ეს არის ასტროზონაში ეს ძველი მასალები. დამუშავებადია საბოლოო ჯამში, ხო? ვიტყვი და მე ხო მე თქვა ესე. ანუ ესე წერია, ეს არის ჩემი ძველი კონსპექტებიდან რაღაცები, რაც ასტროზონაში არის ეს. კი არის ერთი მიწერილი, რაც მაგ დამატებით მონიშნული ასტროზონაში მოცემული სტატიებიდან, მაგრამ ეს არის რომელიღაცა კომენტარი, რომელიც იქ იყო. ამიტომ არ მაქვს მითითებული წყარო, არ ვიცი, თორედ სტატიაზე კი მაქვს მითითებული სტატიაზე რა პოსტზე, რომელი ეს არის, შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც ასტროზონაში, მაგრამ აქ აი ეს მინდა რომ გამომარტო. და ორი წუთი ესე მიუყვები. ოპოზიცია არ არის ესეთი მძიმე ასპექტი, როგორც კვადრატი. ვინაიდან ოპოზიციაში მეგობრული სტიქიები მონაწილეობენ. კვადრატში კი მტრული. ანუ ცეცხლი და ჰაერი არის როგორი? მეგობრული. ჰაერი აგიზგიზებს. იმიტომ რომ ორივე არის ცეცხლი და ჰაერი. მამაკაცური არის ენერგია, ორივე არის, ხო ეს? და ცეცხლი და წყალი არის პირიქით კვადრატურას ქმნიან. აი ასეთ და მაშინ როდესაც რა პრინციპით მუშაობს, აი ეს ჩემი ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაშინაც და მერეც და ასე შემდეგ. ანუ მივდივართ ისე ოპოზიციურ ნიშნებამდე და თუ გახსოვთ თამილა მე ვთქვი რომ კირჩხიბებს და თხის რქებს ოპოზიციური ნიშნები რო არიან და ან ფანტასტიკური ურთიერთობა გამოდი თან საერთოდ ვერანაირად ვერ ეწყობიან და ეხლა მოდით ესე აი ომს რო შევადაროთ და ბრძოლას რო შევადაროთ ესეთი რაღაცა ოპოზიცია არის ყოველთვის არჩევნის წინაშე ან ესე ეს არის დიდგორის ბრძოლა აქეთ მე ვდგავარ იქით ჩემი მტერი დგას ეს მე ვწყვიტავ ან შევიდე ბრძოლაში ან არ შევიდე და კვადრატურა როგორი თემაა იცით მე ჩემი წინაპრები იმის კაპულეტი და მონტეგის ურთიერთობაა ანუ ეს არის რომელიც მე კი არა იმის წინაც და სულტრებივად რო შევრიგდეთ ეგეც რო არ შეიძლება იმიტომ რომ ეხავს ხო აი ესეთი რაღაცა მეზობელი რომელიც წყალს უშვებს და შენ კიდე ღამღამობით მუსიკას ურთმევ ბოლო ხმაზე რომ იქით შეაწუხო აი ხვდებით აი რაღაც ესეთი ურთიერთობაა
და აი ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ოპოზიცია უფრო ადვილად დამუშავებადია, თუ დაინახავ რას უპირისპირდები. შენ თუ იმის უნარი გაქვს, რომ შენს წინ რა არის, ანუ რა არჩევანის წინაშე ხარ და რომელს ირჩევ, ეს უფრო ადვილი დასამუშავებელია. აი ნახეთ, გული მაწუხებს, მივედი ექიმთან და აღმოჩნდა კარდიოლოგიურ რაღაცა და დავიწყე წამლების მიღება. ეს ოპოზიცია და საერთო სისუსტე მაქვს. ზოგადად და 100-დან 99 ექიმთან არ მივა. და შეიძლება უფრო მძიმე დაავადება იყოს. ხვდებით რას ვამ? ეს არის კვადრატურა. რომელთან ჩემი აზრით ოპოზიციას უფრო ხედავ და უფრო შეგიძლია დადგე და დაუპირისპირდე, ვიდრე კვადრატურას, რომელიც მუხთალი მტერი არის, ხვდებით? თან დანოს დაწერ შენზე, ხან წყალს ჩამოგიშვებს, აი ესეთი მეზობელია რა, ხან მეორე მეზობელთან იჭორებს და შენც იგივეს აკეთებ, ეხლა შენ კი არ გიждები იმაზე რა. აი რომ დავფიქრდეთ, აი ამ თვალსაზრისით, რომ დავფიქრდეთ, მე მესმის რატო წერია, რომ ოპოზიცია უბრალოდ უფრო ადვილი დასამუშავებელია, ვიდრე კვადრატურა. ეს იცით როგორი რაღაცა არის? აი კვადრატი შეიძლება ვერც დაამუშავო? და ვერც დაინახო. ანუ შეიძლება ზურგი გტყიოდეს და ძირმა გარაქონდეს და არც იცოდეთ, რომ ზურგს ვერ ხედავ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რაღაცა, რაც ოპოზიცია არის უფრო ადვილი დასანახი. ეს ძალიან გვაწუხებს. ფანჯრები არა მაქვს სახში და მცივა. და მეზობელმა ხა წყალი რო ჩამოშვა, ავწმინდავ და არის. ხვდებით, ან პრობლემის დანახვის თვალსაზრისით. აუ კიდე როგორ თქვა, როგორ გადმოგაწოდოთ ვერ ხვდებით რა. სახლი რო დასალაგებელია. ნახეთ, აი სახლი რო დასალაგებელი არის, ორი ტიპის დასალაგებელი. ერთი რომელიც სხვაც ხედავს და ერთი რომ მე ვიცი რომ გარდირობი დიდი ხანია და გარდირობის უკან ტვერსასრუტი არ შემიყოფია, ხო ხვდებით? და აი ეს გარდირობის უკან ტვერსასრუტი არის კვადრატი. აი რაღაცნაირად შეიძლება ვხედავ, მაგრამ ბოდიში და მკიდია. და ოპოზიცია მაწუხებს, არ შემიძლია, აი ხო ხვდებით, შინაგან დისკომფორტს მიქნის და მე ამას ვხედავ და თუ მე ეს დავინახე და ვიმოქმედე, გინდა ისე, გინდა ასე, ხო? გადავწყვიტე ეს პრობლემა, ეს უფრო ადვილია. ანუ აი ამ განა იმ პრობლემის დაძლევა ადვილი. იმიტომ რომ დიდგორი მაქვს მოსაგები. მეზობელის პატრონის დარეკვა კი არა, რომ შეწყვიტო წყლის ჩამოსვა. ხო ხვდებით რა დონის სირთულეზეა ლაპარაკი. იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიციის გადაჭრა ადვილი. ამ პრობლემის გააზრება უფრო ადვილია და დანახვა. და თავარი ეგ არის, პირველი არის ეს, რომ ნებისმიერ პრობლემაში დავინახოთ რამ აქვს პრობლემა. და მე ვიმოქმედო. თორე შეიძლება იქ ტანკები და артиლერია მჭირდება და რა ვიცი, ყივჩაღები ჩამოყვანა, რომ ის ბრძოლა მოვიგო. მაგრამ უკვე რომ ვიცი რას წლის წინაშე ვარ, ხო უფრო ადვილია. ხო, აი ამ მოსაზრებით ვეთანხმები, მეც ვეთანხმები, რომ ოპოზიცია უფრო ადვილი დასამუშავებელია, ვიდრე ისა რა ქვია. ალბათ ოპოზიცია შეიძლება შევადაროთ მეგობართან კონფლიქტს, რომელიც შეიძლება რომ მოგვარდეს და დავალაგოთ და კვადრატი უფრო მტერთან მუდმივი ბრძოლა, როგორც კიდე შეადარო, ხო ხვდები, ჩემთვის ესე გავაკეთე, რომ მელკი ამას ახლა უტრირებულად ვამბობ, ყოფითი პრობლემები არის კვადრატი. აი ხა უყურეთ, წარმოიდგინეთ მართლა ახლა სიტუაციას გეტყვით რა. აი იგივე სიტუაცია. თავს ზევით რო ყავს მეზობელი, რომელიც მუდმივად წყალს უშრებს შენთან. ოპოზიციაზე დიდი პრობლემა რატოა, გითხრათ? იმიტომ რომ აი ოპოზიცია ქურდი შემოვიდა დავაჭერინე სიტყვაზე. რა უნდა ვქნა? აი რამდენი უნდა ვიწვალო, რომ ის მეზობელი ან გადავიდეს, ან ხვდებით როგორი ცუდი მოსაგვარებელია? ხო. ლაუზნი მოსაგვარებელიც არის. აი დიდი დრო შემდა. მაშინ როცა ოპოზიციაში ამ არჩევანის დანახვის შემთხვევაში თუ მე მივაგენი და მე თუ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მე ჩემზეა დამოკიდებული, ხვდებით? ეს მოგვარდა. და ის კიდე აი მარტო ჩემზეც არ არის. თან რაღაცა მიტყდება, აი ესე ვფიქრობ, არ ვიცი, შეიძლება ვწდები და სხვაებიც ესე ბევრი ფიქრობს, ნუ არა, რა შედარებაც არ არის. ოღონდ აი მე ამ მოსაზრებას ზუსტად ასე მივუდგები. როდესაც
100,000 მოწამე რო ყავს, ხო იცით ქართველებს? 100,000 ადამიანი რო დგას და ყველა ამბობს, რომ ქრისტეზე უარს არ ვიტყვი, ეს არის ძალიან ადვილი. და როცა ერთი დგახარ 100,000-ის წინ, ძალიან ადვილია თქვა, რომ არა. რა ქრისტე, რის ქრისტე, ხო? აი ესეთი ოპოზიციური მდგომარე და ამ დროს იმ 100,000-დანვე იმ ადამიანს ღმერთწმინდანებზე კი ვლაპარაკობ, მაგრამ ნახეთ, ყოფიერ ცხოვრებაში ისე ადვილია თქვა, რომ ამას არ გააკეთებ და იმდენად ხშირად გმობ რაღაცებს. კიდევ ქრისტიანობაში, ხო? განვიკითხავთ მაგალითად, ხო რა, ქვეყნის რამეებს ვაკეთებთ, მაგრამ ქრისტიანობაზე უარი თქვაო, ესე რომ ვიღაცამ გითხრას არ იტყვი. ან იტყვი, ოღონდ არის განზრახ იქნება, ხვდებით, გააზრებულად იქნება. მაშინ როცა ქრისტეს გმობაში ყოველდღე ვართ. რა ვიცი, სწორად ვამბობ თუ არა. აი, ყოველდღე რო ქრისტეს გმობაში ვართ, ეს არის კვადრატი. და ან გადადექი, როგორც არის, ან უარი თქვი ქრისტეზე, ან არ თქვა, ეს არის არჩევანი და მე ვირჩევ. აი ეს ხო უფრო რთულია, ვიდრე ჭორაობაზე უარის თქმა, რომ აირჩიო, რეალურად რო აირჩიო. ბოდიში თუ ხამს ამდიდოც გეტყვით, თუ გახსოვთ ის კახელს რო ეკითხებიან, მამა შულს ეკითხება, რომ მამა ვერ გავიგე ეს თეორიულად და პრაქტიკულად რა არისო. იცით ეგ ანეკდოტი? ხო. ნუ და დედამის და ცოლს და შვილს დაუძახებს, ქალიშვილს და ეტყვის, რომ მილიონად თუ დაწვებით სხვა კაცთანო. და ორივე ეტყვის, აბა სახლი ასაშენებელი არა, რაღაცა. რა თქმა უნდა, ხო, აბა მამაო და ცოლის ეტყვის, აბა მიტო რა ვქნათო, ეხა სახლი გვაქვს ასაშენებელი ის. დათანხმდა, მოკლედ. ეხა ეს ბიჭს ეუნება, რომ აიო, თეორიულად 2 მილიონი გვაქვს, და პრაქტიკულად კიდე 2 ბოზი ყავს სახლშიო. ხო, აი ესეთი მიდგომით ვამბობ, ხო ხვდებით, რომ თეორიულად ძალიან ადვილად იტყვი, რომ არა. ხო, ანუ რაღაცა მე ქრისტიანი ვარ, აი ეს რაც ჯვარი მიკიდია, სხვათა შორის კელტურ იმასთან რა ქვია. ვიკინგების სიმბოლოებთან ერთად ესეც ოქსიმორონია, ხო, მაგრამ ესე ანუ ესე ძალიან ადვილად ვიტყვი, რომ ქრისტიანი ვარ, მოვინათლე და ხო ხვდებით. რომ მითხრა, რომ ესე უარყავი ქრისტე, აი მე რას ვიზავ? ეს ჩემთვის ეს ურთულესი გადაწყვეტილება იქნება, გინდის ეგ ან ეხლა რომ მითხარ, რომ ქოცების პროპაგანდაში გადაგიხდი მილიონს. სამივე დღეს იმას დავფარავ, ეხლა რა ქვია, იპოთეკურ სესხებს ვიცხოვრებთ ადამიანებივით. მაგრამ ესე ვიტყვი, რომ ეხლა ესე გეტყვით რა, რომ არა, მაგას არ დავთანხმდები, მაგრამ მართლა რომ დამიდონ. ხვდებით? აი ეს ფილმი თუ გახსოვთ, ცოლ ქმარს, ძველი ფილმია, დემი მური თამაშობს, მილიონს რო თავაზობს, აი გულწრფელად თქვით, განა არ შეიძლება თქვენ შემოგთავაზოთ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი უხამსი წინადადება ქვია, მე მგონი იმას. უხამსი წინადადება, რის გამოც რეალურად ერთი ჩემოდანი ფული რომ მოგიტანონ, მე რა შვები. ეს არის ოპოზიცია. ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ იცი რა არის. ხვდებით? და ის რომ ვიღაცამ აი ძველ დროში კარგად ახსოვს, ვისაც გვახსოვს, რა ვიცი, ჩემი კლასელი მყავდა, მთელი სკოლა დაამთავრა დუხებით. სუნამო დუხებით, იმ სპეციალობით დუხებით. ყოველი სემესტრის ბოლო დედამისი მოდიოდა დუხებით და აი ესე დაამთავრა სკოლა. ხო და ის მასწავლებლები ამ დუხებს რო იღებდნენ, ხო არ თვლიდნენ, რომ კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. ხო ეს? ხო, ანუ რა მე პატივისცეს. ხო? პატივისცეს. ანუ აი ეს არის კვადრატი ჩემთვის. რაც იმდენად თითქოს უმნიშვნელოა, რასაც სერიოზულ ყურადღებას არ ვაქცევთ, თორე დასაძლევად სუნამურო არ მიუტანო მასწავლებლებს, ეგ უფრო ადვილია. მაგრამ 1 მილიონზე ჩემოდანში ჩაწყობილზე უარის თქვა ცოტა რთულია. აი ესეთი, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ოპოზიციურ ნიშნებში ესე არის. და ასევე სტიქიებზეა საუბარი, და იმიტომ რომ ყოველთვის ესე არის, ოპოზიცია ყოველთვის ოპოზიციურ ნიშნებშია და ის რა ქვია, და ის მეგობრული კვადრატი. არა. მეგობრულ ნიშნებშია ოპოზიცია, ესე არ არის? კურო მორიელი, მიწა და მწალი, მეგობრული არ არის? მეგობრულ ნიშნებშია, პირიქით თქვი? ოპოზიცია, პირიქით თქვი. ხო. ხო და აქ და გამომდინარე ასე თვლიან, ხო და რავი, ჩემთვისაც ესე არის რა. ჩემთვისაც არის ესე, რომ რავი, ესე აღვიქვა. ჩემთვის უფრო რთული დასანახია ყოველთვის რეალური პრობლემა და რეალური არჩევნის წინაშე რო დგახარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს უფრო სერიოზულ
პრობლემად მიმაჩნია. არ ვიცი თქვენთვის როგორი არის და ну ამას ალბათ პრაქტიკას გაჩვენებთ და ზოგადად. აი ამ სტატიაში რომელიც მე გითხარით, არკა ეონი ქვია, არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ, 2015 წლის სტატია არის სტიქიებზე, ზოდიაქოს ნიშნების სტიქიებზე და ძალიან საკმაოდ საინტერესო და ვთხოვთ რომ ესეც წაიკითხოთ. ცეცხლი არის კაია, ძალიან და დიდი მადლობა, რომ დამატებითი მასალებიც გვაქვს, იმიტომ რომ რაც უფრო მეც კითხულობ, ზოგადად ჩემი აზრით უფრო მეტად აღიქვამდა გიჩდება რა ეს ყველაფერი და და აი დომინანტის სიღრმისეულად მიგიხარ უფრო. ხოდეთ რა კარგი რომ მოგწონთ და ნახეთ 4 ტემპერამენტის მიხედვით აქვს დაყოფილი ეს ალბათ მასაც სადღაც მოძიებული აქვს არ ვიცი ეს და უბრალოდ პირდაპირ შენახული მქონდა ეს სტატია და ამიტომ გიზიარებთ ესევე ცეცხლის ნიშნები უფრო აი ესა ცეცხლი არის ნება და ქოლერიკი ტიპები ხო იცით ტემპერამენტის მიხედვით 4 ტიპი ჰაერი აზროვნება და სანგვინიკი ტიპები წყალი ძნობა და ფლეგმატიკი ტიპები და მიწა ფორმა და მელანქოლიკი ტიპები ასე რა ესეც ეს საინტერესოა ესეც რომ ვიფიქროთ ხო როგორი რამდენად ის არის რა ქვია მნიშვნელოვანი ეს ადამიანებისთვის კიდევ გითხართ ლილის ვიდეოს ლინკი დევს აქვთ ფაილში არის დამატებითი ფაილში მეათე ლექციის და იქ თუ გინდათ ისედაც ჩავაგდებ მე ამ ლინკს და ეხლა ვიდეო და მე თქვა ესეთი რაღაცა მე კითხა თქვენთვის უფრო სწორედ რა სიტყოდით ადამიანზე რას ურჩევდით ადამიანს რომელსაც მიწისა და ცეცხლის ნიშნები აქვს მკვეთრად გამოხატული წამყვანი არის ცეცხლი სტიქია იცით როგორი თანაფარდებით და ვთქვათ ის თუ 10-ია ეს 9 აი ქულებით ესე რა ვთქვათ რა და რა სიტყოდით ეს ადამიანს რომელსაც პლუს ამას მარსი და მერკურის აქვს ერთნაირი ღირებულება მართალია ეს ამას მე ვისაუბრებთ მაგრამ აი გეუბნებით მერკურიც და მარსიც აქ თანაბრად რა პროფესიას ურჩევდით სპორტს ურჩევდით თუ რამე ინტელექტუალს ცეცხლი და მიწა აქვს ხო თანაბრად ცეცხლი და მიწა აქვს თანაბრად მე მაგალითად ზოგადად ვურჩევდი რომ რამე ქმედებამდე მაინც უფრო კარგად დაფიქრდეს ვიდრე იმპულსურად იმოქმედოს მაგრამ ისე albათ პირველი რასაც ვთხოვე ხა თქვენგან და თქვენ არ მკითხეთ ძალიან საყვარლად არ მკითხეთ ეს სქესი ამ ადამიანის მაგას რა მნიშვნელობა აქვს ცეცხლი იმპულსურობას ხომ მაინც ყოველთვის მოგცემს კი მაგრამ მე გეუბნებით რა პროფესიას ქალის რუკაში მარსის სხვას ნიშნავს კაცის რუკაში სხვას ნიშნავს ქალის რუკაში არის მამაკაცი კაცის რუკაში მტერი ანუ მტერი და ძალა საკუთარი ძალაც ეს როდესაც უკვე იმას ვაკეთებთ უბრალოდ ნატალურ რუკაში მაინტერესებს მარსი აქვს ისეთივე ქალში ვენერა სხვა თემა იქნებოდა მარსი აქვს და მერკური თანაბარად ძლიერი პლანეტა დომინანტი პლანეტები ყავს მარსი და მერკური და მინდა რომ პროფესია შეურჩიოთ რა აი როგორ მანქანის მართვას რო ასწავლიდეს მე რა ქვია მაგას აი რო ასწავლიან მანქანის მართვის ამბებს ანუ სპორტის მასწავლებელი მერკურთან ერთად მარსი ანუ გონებასაც გამოიყენებს სპორტიც იქნება ეს არის ესე იგი გამოდის ეს გამოდის უბრალოდ ესე რომ ვთქვათ რა ეს გამოდის ადამიანი რომელსაც თანაბარწილად აქვს განვითარებული როგორც მერკურის თვისებები, ისე მარსის. ანუ ეს თანაბრად კარგად გამოდგება, როგორც მარსიანულ საქმიანობაში სპორტიდან დაწყებული, მანქანით დამთავრებული და კინოკაუელობით დამთავრებული, ისე მერკურის საქმე, ჟურნალისტიც გამოვიდა, პოლიტიკოსიც შეუძლია რომ გამოვიდეს, იმიტომ რომ ენა ჩერდება. მაგრამ მიწარც რო არის ჩართული თანაბრად რომ აქვს ცეცხლი და მიწა. ხო, ესე იგი შრომისუნარიანია და ამ ნებისმიერ პროფესიაში გინდა ტვინით მუშაობა ან ესე პირობითად რო ვთქვა, გინდა ტვინით მუშაობა აირჩიოს და გინდა ხმლით მუშაობა აიღოს თუ მუშტით მუშაობა აიღოს, ორივეში იქნება ბეჯითი და თანაბარწილად კარგად გამოუვა. დავამატო ერთი შემადგენელი? ეხა მერკური რეტროა. საიტი გადაიხადა. ანუ მერკურის თემებში არა.
მერკური რეტრო აქვს იმაში, რუკაში? კი. თუ ჩაზია მერკური მე არა, რეტრო. არა, რუკაში, ნატალურ რუკაში მერკური ყავს ძლიერი პლანეტა და მარსი და ეს მერკური რეტროა. მაშინ მერკურის თემები უნდა გამოვიწყოთ. რატო? იმიტომ რომ მხოლოდ გვიან შეძლებს რომ ეს კარგად გამოიყენოს, როცა რეტრო მერკურს კარგად დაამუშავებს და სათავისოდ გამოიყენებს. პრინციპში ახლა რო გითხრათ, რომ ოღონდ ეს ყაველაშვილს არ ეხება, პრინციპში იმ სპორტსმენის რუკა შეიძლება იყოს, რომელიც ეხლა სპორტში ჯობია, ცხოვრების პირველი ნახევარი და მერე წავიდეს მერკურისეულ საქმიანობაში, სპორტული კარიერის დასრულების მაგრამ ცხოვრების პირველ ნაწილში თუ არა ვიგულისხმოთ 30 წლამდე. განათლება თუ არა აქვს არა, ნორმალური მე არ დაგროვილი. ვამბობ, განათლება არ აქვს და მე არ გულისხმობ ამას. ამ როგორ შეიძლება რომ დომინანტი პლანეტა ყავდეს მერკური და არ ქონდეს განათლება? ეს უბრალოდ პრაქტიკული მაგალითიდან ამბობ, სპორტში ვინც არის უმეტეს შემთხვევაში ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ეს განათლების მიმართ სალახი დიდი ინტერესი და სალახი იცი? ფეხბურთელი. ინჟინრის დიპლომი აქვს. დამთავრდა ეგ დრო, როდესაც სპორტსმენები მარტო ფეხბურთით იყვნენ დაკავებულები. იმიტომ რომ ასეთი ადამიანზე ვამბობ, ახლა ყველას რუკაში ვერ ჩავხედავთ, ხო ესე? მაგრამ ზოგადად ვამბობ, როდესაც დომინანტი პლანეტებში ყავს მერკური და მარსი და ეს მერკური არის და არჩევანის წინაშე დგას ადამიანი თავისი შვილისთვის თუ თავისთვის სპორტი აირჩიოს თუ ეს ცნობის მოყარე რეტრო მერკურზე გახსოვთ ჩვენ რამდენი ვისაუბრებთ რომ მას სხვანაირი ისინი აქვს მიდრეკილებები ამ ცოდნესთან მიმართულებით შეიძლება ქონდეს და თუ ტიპი არის რეტრო მერკურით და თუ დომინანტი პლანეტა ყავს მერკური ცნობის მოყარეობა რომ გაიგოს ბევრი ინფორმაცია ეს ვერ იქნება ესეთი რომ არ მიიღოს ინფორმაცია შეიძლება ალტერნატიული გზებით ან სხვანაირად მიიღოს ინფორმაცია 3 თვეში ერთხელ ჩაუჯდეს თუ 4 თვეში ერთხელ ჩაუჯდეს ხდებით მაგრამ ინფორმაცია სულ ექნება ანუ ესეთი რეტრო მერკური ყავს დომინანტი ენამოსებულიც იქნება რეტრო მერკური ხო თვითონ ლაპარაკობს ბევრს და სხვებს აუსმენს ეს უნდა დაამუშავოს გაჩნია მე სახში ორი რეტრო მერკური მყავს ერთს ვერ გააჩერებ იმდენს ლაპარაკობს რა მეუღლე და ყველას გონია რომ ძალიან კომუნიკაბელური არის სხვებთან და მე შვილი რომელთან მაგალითად დალაქთა რომ დაერეკა ნახევარისაათი ამათობდით ის დარეკავდა თუ მე რო ჩაწერილიყო ანუ კომუნიკაცია იმას უჭერს, მაგრამ ჩემ ქმარი უკვე დიდი ბიჭია და დაამუშავა თავისი რეტრო. მგონი ის არის, რა ქვია, მარტო რეტრო მერკურზე არ არის, ჩემი აზრით. არა, რა თქმა უნდა, რეტრო მერკურზე. თეონდელ თაობას მე რასაც ვაკვირდები, ტელეფონით კომუნიკაცია არ უყვართ, ან ურჩევნიათ მიწერ-მოწერით, ანუ იმდენად შეიცვალა ეს, რომ ანუ ახალ თაობას ტელეფონით კომუნიკაცია დიდად არ უყვარს, აი რომ დარეკონ, ესე ჩაეწერონ, დაჯავშნონ. ანუ ყველაფერი ურჩევნიათ ვოისებით და მიწერ-მოწერით. მაგრამ მე ამ წუთას თქვენ მოგიყვანთ მაგალითად უბრალოდ ის მომენტი, როდესაც მიწის და ცეცხლის სტიქიები გვაქვს თანაბრად და მერკური და მარსი არის დომინანტი პლანეტები. და რაზე მივდივართ უბრალოდ რომ მარტო ცოდნა არ დავტოვოთ. მარტო რაღაცის ინფორმაციის და უბრალოდ გასჯაც რო შეგვეძლოს რაღაცეების უკვე ხო შეგვიძლიათ. იდე აქ მინდა ამ შვილოსნობაზე ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობდით რომ რა ქვია ნოტიო ნიშნები არის გამოდის 6 ხო ეგეთი რომელიც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და არ შევალ დეტალებში უბრალოდ ქონდა ჩვენებაზე საუბარი რომ ურჩევენ ხოლმე კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრებას რომ იქ ჩაერთოს ესე რა ქვია მაგრუკას დისი ხო, როდესაც გადადის სხვა ქვეყანაში და ნატალი როცა იცვლება მდებარეობა, ნიშნის მდებარეობა, ანუ იცვლება, მაგრამ მარტო ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და ბევრი ფაქტორი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, ისეთი არასახელსაყრელი პირობები ქონდეს და ტრანზიტი იყოს ისეთი მის და მის მეუღლეს იმაში, რომ აქაც შემოახერხოს დაფეხმძიმება. ზოგადად ითვლება ეს, რომ სულ ნიშნებში უნდა იყოს ნოტიონის ესე ვთქვათ რა. ხელსაყრელი პირობები უნდა ჩასახვას, ხო, ესე ვამბობთ ხოლმე. თუმცა ისიც არ ნიშნავს, რომ თუ რუკაში სტიქია წყლის სტიქია გაქვს დაუშვათ ბევრი, ამიტომ შვილოსნობა გარანტირებული გაქვს, ეგეც არ არის, ხო? ყველაფერი არის იმაზე. მოკლედ, შევაჯამო მინდა და თქვა, რომ
ეს სტიქიები უბრალოდ აძლიერებს პლანეტების გაგებასაც. ხო, რაღაც მომენტში რა პლანეტის გაგებას, რომელიც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს და ერთგვარ წარმოქმნას გვიქმნის. კიდევ აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ძალიან პოპულარულია ისე რა ქვია, მინერალების გამოყენება ამა თუ იმ სტიქიის დასაბალანსებლად. ხო და ჩემ მეგობარს ურჩიეს და დიდად არ უშველა ისეს იმაზე რომ გითხრა სერდოლი კი ურჩიეს ცეცხლი არა ყავსო და ატარებდა რაღაც პერიოდი და არაფერი მოუტანა. ეხლა ასეთ მარტივ რაღაცას ვიტყვი რა. გარდა სტიქიების, უბრალოდ სტიქიების ნიშნების, აი მაგალითად ვისაც მიწა აქვს ნაკლებობა ურჩევენ ხოლმე მალაქიც და მთვარისკენ ვეფხვის თვალს მიწის ენერგიები რასაც შეიცავს, რომ გაძლიეროს ეს. ეხლა გეტყვით ესეთ რაღაცას. გარდა სტიქიისა, პლუს ამას შეიძლება პლანეტა, რომელიც ამ სტიქიის მართლა ზოგიერთოს ნიშანს მართავს, იყოს დაზიანებული. და რატო არის სიფრთხილე? თუ მე მყავს მამაკაცის რუკაში დაზიანებული მარსი. ეს ნიშნავს, რომ უინიციატივოა და ასე შემდეგ გავიგე. ეს ხო შეიძლება ასევე აგრესორზე მიუთითებდეს, რომ შეიძლება აგრესორი იყოს. და მას თუ გავაძლიერებ, შეიძლება ეს მისი დაზიანებული მარსი კიდევ უფრო დაზიანდეს და მიიღოს ის ფორმა, რომ ცემოს ცოლი. ამიტომ ვამბობ, რომ რა სახის ენერგიას ვამუშავებ და უბრალოდ ტიპი, რომელიც თავის თავზე არ მუშაობს და ცოლმა ადგა და წითელი ფერის საცვალი უყიდა, დანა აჩუქა, როგორც რკინა როს მუდამ მქონდეს და პლუს ამას რაღაცა ცეცხლის ნიშნისთვის დამახასიათებელი კიდე რაღაც სიმბოლიკები და მარსი გაუძლიერა, იმ დანითვე დაჭრას. მის ნაჩუქად წითელი როლინგში ეცმევა თან. ანუ ესეთ ცხელაღებით ძალიან სკრუპულოზულად უნდა შეერჩეს. მე ვამბობ ხოლმე, რომ აი მაგწეღან ვახსენე, მაგალითად ყველა ნიშნისთვის რომ ნეიტრალური ქვები არის და მეტად ესეთია, ეგეთი ქვების ტარება შეიძლება. მაგალითით წეღან ვახსენე, რა ქვია, მწვანე ქვა რო არის ზოლებიანი, მე მგონი დემენცია დამეწყო, მალაქიტი, რომელიც სხვებისთვის ნეიტრალურია, თუმცა მიწის ენერგიას ატარებს და არის რბილი ენერგია, ასევე არის კვარცი, რომელსაც ვარდისფერი კვარცი და თეთრიც, რომელსაც აქვს რბილი ენერგია და რაღაცა და იღებს ძალიან კარგად უარყოფით იმებს. ვარდისფერი კვარცი მაგალითად რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დისჰარმონიული ურთიერთობა აქვს საპირისპირო სქესთან, ან უნდა რომ მოიზიდოს საპირისპირო სქესი. აძლიერებს შინაგან ქალურ ენერგიებს, სასიყვარულო განწყობებს, ყველას. ანუ ფაერის ენერგიაა კვარცი? აი, არ ვიცი რისი ენერგიაა კვარცი. მე მინერალებში ვერ ვერდი, მაგრამ ვიცი ამ კონკრეტულად ამის. ასევე მთვარის ქვა, რომელიც ნეიტრალურია და ემოციების წინ წამოწევას უწევს და შეიძლება ყველასთვის. მაგრამ აი კონკრეტული რაღაცეები, აი აქაც რომ ვამბობ, შეიძლება ყველასთვის, აი ვაიმე არ ვიცი. შეიძლება რაღაც მომენტში აი ფსიქოემოციურად დაგეხმაროს რა და მე მანდ რაღაც დღეებია, როცა არ შეიძლება კონკრეტული ქვების და იმდენი ინფორმაცია უნდა იცოდე ერთ კონკრეტულ ხო, ამიტომ ესე ხო, ამიტომ ეს მე მაკლია და მოდი ვატარ, მე მიწის სტიქიის ნაკლებობა მაქვს და აქ და გამომდინარე მე მაქვს ეს მალაქიტის რაღაცა ცეები და იცით რას ვაკეთებ? რაღაც მომენტში მინდება ხოლმე რომ მქონდეს. ავიღებ ხელში ვათამაშებ რაღაცა, მერე დავდებ, ისე რომ მუდმივად ვატარო რაღაცნაირად თითქოს აი არა, მე მივხვდი და რა გავაკეთა, იცით, ქვები ეს რაც ვეფხვის თვალი და ვარდისფერი კვარცი, იმაზე ბრელოგზე დავკიდე. რომელიც ხო ხდებით, ხან ხელში მქონდა, ხან არ მქონდა ხელში, ხან მქონდა ხელში, ხან არ მქონდა ხელში. მუდმივად არ ვატარებდი. ამიტომ აი ამ სტიქიების გაძლიერებასთან მე მივალ მთავარ კითხვასთან. მთავარია შინაგანად დავამუშავოთ. იმიტომ რომ სტიქიების ნაკლებობა კონკრეტული პლანეტის დაზიანებაზეც მიუთითებს, ხო? და შესაბამისად, თუ მე ჩემ დაზიანებულ მარს დავამუშავებ მე შიგნიდან,
მე გინდა წითელი საცვალი მეცვეს, გინდა არ მეცვეს, მე უკვე მყარა თუ არა და უფრო აღარ მჭირდება ეგ, ხო? ანტურაჟი. ანტურაჟი აღარ მჭირდება. განსაკუთრებით თუ ამბობ ხოლმე აი დედების შემთხვევაში, რომ როცა აი მე უკვე კარგ ასაკში ცოტა ადრეც რომ ცოდნა უფრო კარგია რომ შემესწავლა ასტროლოგია, რომ დედებს ურჩიო ხოლმე რა გააკეთოს, რომ ეს მისი ბიჭი, რომელსაც დაზიანებული მარსი ყავს სიტყვაზე, ან სუსტი მარსი ყავს, რა მიმართულებით წაიყვანოს, რომ გაიზრდება, არც მოზალადე გახდეს და არ და გამოხატვის საშუალებაც ჰქონდეს. სპეციალური სპორტი ასეთ ადამიანს აუცილებლად ჭირდება. აი უკვე შეხედავთ გუნდური სპორტი ჭირდება თუ ინდივიდუალური, მაგასაც შეხედავთ, ხო? რუკაში ესეც გიჩვენებთ რა. თუ კიდე მერკურიც არის იქ რაღაცა, ჯობია კომუნიკაციას ისწავლოს გუნდში იყოს, ხო ესეა? სოფო რა მინდა გითხრათ, იცით, ეს დღევანდელ რუკაში არის დღეს 7 დეკემბერი ხომ არის? წყლის ტრიგონია, აი თავიდან ლექციის დასაწყისშიო ტრიგონებზე ვსაუბრობთ. წყლის ტრიგონია დღევანდელ რუკაში და რას ნიშნავს ეს? წყლის ტრიგონი? ვახ, რა ვიცი, ჩემთვის სატურნი მერკურიდან მთვარეა მეებში წეროებში. კი, ვუყურებ აგერ აქ. მოჩი მერკური მთვარე და ნეპტუნი. ვახ, რა კაი პერიოდია ჩემთვის თუ. ჩემთვის არის კაი პერიოდი. ირჩხიბი ვარ. ორი ტრიგონია მე მგონი ერთმანეთზე დევს. ორი წლისა. რა შეიძლება ეს მიუთითებდეს? მე პროგნოზირებაში ეგეთი კარგი არა ვარ, როგორც ხათუნა. მეორე არის ვენერა, იუპიტერი, სატურნი. ხო? იუპიტერი, ვენერა არის კი ვენერა თუ მერკურია, ეს თუ შავი მთვარეა, ვენერა შორს. შავი მთვარე ფიქტიურ წერტილებთან ტრიგონები არ გვაინტერესებს. სატურნი, იუპიტერი, ვენერა. მაგას სად ნახულობთ? ზეტის პროგრამაში. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის რაღაც კარგი უნდა მოხდეს. მე ჩემ თავზე რომ ვლაპარაკობ ეგოისტი. რატო გეტყვით ახლა? ის ნიშნებისთვის კარგი პერიოდია. ავხსნი ახლა რატო? შეიძლება ან და ყველასთვის, ვისაც 24 გრადუსზე ყავს რამე მაში რა ქვია, მორიელში, ან 24 გრადუსზე ესე იგი მაში რა ქვია 20-25 გრადუსზე ესე რაღაც 2 გრამი კირჩხიბში, ვისაც ყავს ასევე 25-29 გრადუსზე თევზებში რამე და ამას უერთდება ერთ-ერთი წვერო მაინც იმათვის რაღაც მნიშვნელოვანი მომტანი იქნება. ჩემთვის კარგი პერიოდი, იმიტომ ვთქვი, რომ მე ვარ მზით კირჩხიბი და კირჩხიბში არის იუპიტერიც და მთვარე ამ წუთას, საიდანაც ტრიგონები იქნება. რაღაც ჩემთვის უნდა მოიტანოს, თუმცა იუპიტერი არის რეტრო. ამიტომ შეიძლება არც დიდი არაფერი, იმიტომ რომ მე რეტრო არ ამყავს, ვისაც რეტრო აქვს, იმას უფრო მოუტანს. მაგრამ ასევე თევზები მონაწილეობს და თევზების მმართველია ნეპტუნი და ნეპტუნი არის ჩემი დომინანტი პლანეტა, ისე ვხსნი რა, ხო კარგია? ხო, ანუ მე რაც გრადუსებით მეხება, ის ჩემი მომტანია და წყლის ნიშნების თემები გამოვა, ალბათ ჩემთან უნდა ვნახო ჩემთან მერვე სახლი არის და მე მერვე სახლში ხდება ეს ყველაფერი და რაღაცა მე იმიტომ ამბობ კარგი თქო რომ რაღაცა ტრანსფორმაციული უნდა მოხდეს ჩემთან თუ არ გავჭიმე ფეხი და შემდეგ ლექციაზე მოვედი ესე იგი კარგი მოხდა ხო ხდებით რახან არის ამ ტრიგონებში ჩართული სატურნი თუ დავიმსახურე იქნება ჩემთვის გასაგებია ბატონო ეს მხოლოდ დღეს არის? არა რამდენიმე დღე ეს დარჩება ხო და მე შეიცვლება რა თქმა უნდა თუ არა ხო გავა დღეს იუპიტერი ახლა რეტრო არის? ამ წუთას კი. როდემდე? იუპიტერია ამ ტრიგონის წვეროში, მთვარე 19 გრადუსია, იუპიტერია 24-ზე. წვეროში 24-ზე, 24-ზე, 25-ზე და 24-ზე არის ეს არის იუპიტერი, ნეპტუნი, იმისი რა ქვია ნეპტუნი კი არა, იუპიტერი, სატურნი, მერკურის ერთი და მეორე არის მთვარე, ნეპტუნი, ვენერა, არა, ლილიტია, მაშინ ეს არ ითვლება, კარგად იყავ. და იმას გვენი გამოვიდა. ანუ სატურნმა შეიძლება საჩუქარი
მოგცეთ, ხო? კი. ყველაფერი მოსალოდნელია რომ გაკეთდეს. ამავდროულად რისი ოპოზიცია მაქვს? პირველ სახლშია სატურნი. აა ვის პირველ სახლში? აქ დღევანდელ ვუკაში ვარ ტრანზიტში. კოსმოგრამა, ხა თქვენ ესე გაქვთ თვითითებული? პირველ სახლად რა გაქვთ თვითი? კოსმოგრამა არის დღევანდელი დღეს, ხო, ჩვენ წუთზე ხო არ ვაკეთებთ. ხო, თევზებში ხო, გასაგებია. თქვენ რუკაზე უნდა იყოს დადებული და იქ დაგინახავთ სახლებს, ხო? ლილიტი ურანის ოპოზიცია არის. ნუ მოკლედ დიდ ცვლილებებს ჩვენთვის არ ველით, იმიტომ რომ სტაციონარი ურანი და ლილიტის ოპოზიცია, მოკლედ მილიონს არ ვიგებ რა, მართალია ყველას დავაგუშინ რაღაც ოჯახური შეკრება ქონდა და ყველას დავაბარე რომ თუ სადმე ორი მეშოკი გატენილი ევროებით იპოვე წამომიღეთ თქო, ესე იგი ეგ არ მოხდება ამ ეტაპზე. მოკლედ ეს იყო მე მგონი ძალიან საინტერესო თემა, რა ჩემთვის საინტერესო იყო.